მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთ საინტერესო ფილმზე დავისაუბროთ, რომელიც 2024 წლის 25 დეკემბერს გამოვიდა. შობა დღეს ჰქონდა პრემიერა ამ ფილმს, რაც გარკვეულწილად სიმბოლურიც იყო და ეს ფილმი არის საშინელებათა ჟანრის, გოთური საშინელებათა ჟანრის, უფრო დავაზუსტოთ ფილმი, ნოსფერატუ, რომელიც წარმოადგენს 1922 წლის გერმანული ფილმის რიმეიკს, ეგრეთ წოდებულს, ანუ იმ ფილმის ხელმეორე ახალი ვერსია, მოკლედ რომ ვთქვათ, და გადაღებული არის ძალიან პერსპექტიული, ძალიან საინტერესო რეჟისორის რობერტ ეგერსის მიერ. შესაბამისად, ინტერესი დიდი იყო ამ ფილმისადმი, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა უკვე მაყურებლისა, მაგრამ აზრი მაინც გაყოფილი არის აქ, იმიტომ რომ მაყურებლის რაღაცა ნაწილისთვის ეს იყო ძალიან საინტერესო ფილმი და მოეწონათ მიდგომა ეგერსისეული და რაღაც ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს აკლდა გარკვეულწილად სიღრმე ამ ფილმს, იყო ზედაპირული, მარტო ვიზუალზე იყო გათვლილი. ჩემი აზრით, ორივე აზრს აქვს სავსებით არსებობის უფლება. მხოლოდ დავამატებდი იმას, რომ ძალიან ბევრი რამ იმალება რეალურად ნოსფერატუს უკან და არა მხოლოდ ის, რასაც ზედაპირზე ვხედავთ ერთი შეხედვით ამ ფილმში. ყველა ვარიანტში ეს არის ბოლო 10 წლეულის ალბათ საუკეთესო ვამპირული ფილმი და წარმოუდგენელია, რომ მასზე, არ ვისაუბროთ ჩვენს პოდკასტში, მით უმეტეს ეს თემა არ არის უცხო მწარე პოდკასტისთვის, მაქვს უკვე ერთი ეპიზოდი, რომელშიც დრაკულას შევეხეთ და ყველა მის ადაპტაციას და მის ფენომენს ზოგადად და ვინ იყო ისტორიული დრაკულა ასევე იმასაც, ასე რომ მოდი ეს ეპიზოდიც გარკვეულწილად მივუძღვნათ ფილმს და მეორე მხრივ მთლიანად აი ამ მისტიკას, რაც ნოსფერატუს გარს არტყია და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ირაკლი გობრონიძე. მოგესალმები ირაკლი, მიხარია რომ მწარე პოდკასტში დაგვიბრუნდი და რა თქმა უნდა, ისიც ვიცი რომ ფილმი ნანახი გაქვს და უკვე შთაბეჭდილების ქვეშ ხარ. კი, მოგესალმებით, ფილმის ახალი მართლაც ნანახი მაქვს და ასე ვთქვათ, დიდი თაყვანისმცემელი ვარ ძველი ნოსფერატუების, რომელიც ძალიან საინტერესო იდეაა და მთელი იმ პროცესი, როგორც საკმაოდ გერმანული იდეა, ასე ვთქვათ, ჩამოვიდა ამერიკაში ერთ საუკუნის განმავლობაში, ანუ ვთქვათ, პირველი გამოვიდა 102 წლის წინ და ეს ასე ვთქვათ, ისტორია და ასე კინოისტორია, ძალიან კაი მაგალითია კინოისტორიის. ხო, თან იცი რა არის, ეგერს ნათქვამი აქვს ადრე, რომ ნოსფერატუ ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია იყო, საერთოდ რეჟისორი რო გავხდიო. ანუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი იყო, ხო, და ასე რომ მე ოცნებობდა რომ თვითონაც გადაეღო ახალი ვერსია ამ ფილმისა და აისრულა მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი ესეთი ყმაწვილური გატაცება, ოცნება, ხო? თანაც წარმოვიდგინოთ ახლა რომ ამ ფილმისთვის მას არ დასჭიროებია რაღაც ორიგინალური სცენარი. ეს არის მზა, ძალიან საინტერესოდ დაწერილი, გადაკეთებული ორიგინალი დრაკულადან, ბრემ სტოკერის დრაკულადან, რომელიც თავის მხრივ არის მე-19 საუკუნის მიწურულს დაწერილი ერთ-ერთი საკვანძო ნაწარმოები ზოგადად ამ ჟანრში. ეს არის გოთური საშინელებათა ჟანრის, ანუ ჰორორის კლასიკა, მოკლედ რომ ვთქვათ, რომელზეც დაფუძნებული არის თანამედროვე ვამპირული მითოლოგიები და შეგვიძლია ესეც აღნიშნოთ, ხო? იმიტომ რომ ყველა ფილმი, რომელიც ვამპირებზეა გამოსული და ზოგადად აი ამ ფენომენზე ვამპირები, აქციები და ასე შემდეგ, ხო, ზოგადად ეს თემატიკა, ყველა ვარიანტში უკავშირდება ბრემ სტოკერის დრაკულას. არის ეს მისი ადაპტაცია თუ უბრალოდ აი იმ თემადან არის რაღაც აღებული. იგივეა დაახლოებით ახლა ტოლკინის შეიძლება ტოლკინის დაწერილი არ არის ყველა ფენტეზი ნაწარმოები, მაგრამ ყველაზე აქვს მას გავლენა თითქმის, ხო, რაც კი იწერება და გამოდის. ასე რომ აი დრაკულას დაახლოებით ასეთი როლი შეასრულა. თანაც უნდა ითქვას, რომ ნოსფერატუს ეს უახლეს ვერსია სანამ შევეხებით, მაინც გადავხედოთ ჩვენ მის წინამორბედებს, ხო, პირველ რიგში, რაც მე ეგერსის ფილმის უფრო უკეთ გააზრებაშიც დაგვეხმარება, იმიტომ რომ როგორც ირაკლიმ აღნიშნა, გერმანელმა რეჟისორმა ფრიდრიხ მურნომ 1922 წელს წარუდგინა მაყურებელს ლეგენდარული ნოსფერატუ საშინელებათა სიმფონია, ასე ქვია ამ პირველ ფილმს, უხმო ფილმია. ძალიან დიდი ისტორიითა და მომავალში პრინციპში გოთური ჟანრის კინოზე უზარმაზარი გავლენით, ხო?
ხო, გადავდივართ გერმანიაში 1920 წლების დასაწყისში. ისიც ისტორიულ კონტექსტში გავითვალისწინოთ, რომ 20 წლების გერმანია მაშინ იყო პირველი მსოფლიო ომის მერე გაპარტახებული ქვეყანა, როგორც ასე ვთქვათ, ეკონომიკურად, ისე მორალურად. ანუ ძალიან გართობისთვის და ასე ვთქვათ, კინოინდუსტრიისთვის არ იყო სერიოზული ფინანსები, მაგიტო ანუ მაგ სიტუაციაში შეიქმნა ახალი კინოჟანრი, გერმანული ექსპრესიონიზმი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული როგორც სახელიდან გამომდინარეობს, ექსპრესიაზე, ისეთი ჟესტებზე, მიმიკებზე და ძირთად გადაღებული იყო სტუდიურ პავილიონებში, იმიტომ რომ სადაც ფონს, ასე ვთქვათ, ქუჩებს და ასე ვთქვათ, სცენებს ხატავდნენ ხელით. და იმიტომ რომ ჩრდილებსაც ცარცით და ასე ვთქვათ, ხელით ხატავდნენ, იმიტომ რომ მაშინ ასე ვთქვათ, არ იყო სწორი ფინანსები, რომ დიდი ასე ვთქვათ, აეშენებინათ დიდი პროფესიონალური პავილიონები. და ასე ვთქვათ, აი ბატონი როგორც ვთქვით, ფრედრიხ მუნაუ გაერთიანდა მეგეთ საინტერესო კაცთან სახელად ალბინ გრაუ, რომელიც იყო გერმანელი ოკულტისტი და ერთად დაარსეს ეგეთი ახალი კინოსტუდია პრანა ფილმს. პრანა ანუ ეს ინდუისტური კონცეფტიდან გამომდინარეობს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ჩაკრების დემის, ანუ ოკულტისტური სახელი მისცეს სპეციალურად. და მაგათი პირველივე იდეა იყო შეექმნათ ესეთი მისტიური ოკულტური ფილმი ვამპირზე, რომელიც ანუ ასახავდა არა მარტო ვთქვათ რაღაც ისეთ ჩვეულებრივ ისტორიას, არამედ ასახავდა მაშინდელი გერმანიის განწყობას, თუ რა როგორი ასე ვთქვათ ხასიათი იყო ქვეყანაში, ისეთი ნაელისტური, დეპრესიული და ეს აჩვენებდა ასე ვთქვათ იმამდელი გერმანიის სახეს. იყო რა თქმა უნდა იდეა შეექმნათ ფილმი, რომელშიც შთაგონებული იქნებოდა მაშინ საკმაოდ პოპულარული წიგნი დრაკულათი, მაგრამ იმ მომენტში მაგათ არ გააჩნდათ, ანუ ასე ვთქვათ, კანონიერი წესი, რომ ადაპტაცია გაეკეთებინათ. ბრამ სტოკერი მაშინ იყო გარდაცვლილი, მაგის ასე ვთქვათ, საქმეებს ხელმძღვანელობდა ბრამ სტოკერის ქვრივი. და როდესაც მამამ ქალბატონს ასე ვთქვათ, თხოვეს რომ შეეძლო თუ რა ადაპტაცია გაკეთება, მაშინ მიიღეს უარი. ამის და მიუხედავად ბატონმა მურნაუმ გადაწყვიტა მაინც გაეგრძელებინა პროექტი და გადაიღო ფილმი ნებართვის გარეშე. უბრალოდ ეგეთი შემოიღეს, ესე გაწყვეტილება მიიღეს, რომ შეცვლიდნენ ყველა სახელს, მოქმედებას გადაიტანდნენ ლონდონიდან გერმანიაში და რაღაც ოდნავ სიუჟეტურ პატარა ცვლილებებს შეიტანენ. მაგალითად არის, ანუ ლონდონის მაგივრად ეს გამოგონილი გერმანული ქალაქი ვეისბერგი, ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა ჯონათან ჰარკერი, მაგალითად ხდება ტომას ჰატერი, მინა ჰარკერი ხდება ელენი და თავარი გრაფი დრაკულა ხდება გრაფი ორლოკი. და ვიზუალურად ძალიან მოჩეცვლილი, იმიტომ რომ თუ წიგნში ეს არის უფრო ადამიანური, შედარებით ადამიანური სახის მიღებული არისტოკრატი, გრაფი ორლოკი არის სრულად არაადამიანური, აქვს აბსოლუტურად თეთრი სახე, ისეთი ასე ვთქვათ, წვეტიანი ყურები, წვეტიანი ყური და ასე ვთქვათ, პირველად რომ შევხედოთ, მივხვდებით რომ ეგრევე ვხვდებით რომ ეს არ არის ადამიანი. თავროლზე იყო ეს მაშინ უცნობი მსახიობი მაქს შრეკი, რომელიც ძალიან დიდი პერიოდი ეგონათ რომ ეს კაცი ამ ფსევდონიმი იყო, ან ეს კაცი საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ ანუ გერმანულად შრეკ, როგორც შრიკ, ანუ კივილი, ანუ საშობათა ფილმში დაქრებული კაცი ეგეთი გვარით, მაგათი გონათ რაღაცას ხო, ან ფსევდონიმი რაღაც გადაობა იყო, მაგრამ მაქს შრეკი მართლაც არსებობდა და როგორც გავიგეთ, გარდაცვლილია 30-იან წლებში. ფილმის გადაღება, ასე ვთქვათ, იყო მინიმალურ ბიუჯეტზე მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, როდესაც ფილმი გამოდიოდა პრომო კამპანიას, რომელსაც ეწეოდნენ, უფრო მეტი ფული დაჭირდა მაღაზია, ანუ ფილმის პიარზე, ვიდრე თვითონ ფილმის გადაღებაზე. და როდესაც ფილმი გამოვიდა, იყო საკმაოდ წარმატებული. მაშინდელი მაყურებლისთვის საკმაოდ შემაშინებელი, უბრალოდ ერთი პრობლემა იყო ანუ რაღაცა ნებართვის გარეშე გაკეთებული ბრამ სტოკერის ქრიმა, ქალბატონს უბრალოდ სახელი რაღაც ეხა ვერ მახსენდება. ქალბატონმა სტოკერმა უჩივლა ფილმს გერმანულ სასამართლოებში. და ანუ სერიოზული პროცესი იყო გამართული და ფაქტიურად მოიგო. თავიდანვე ცხადი იყო რომ ფლორენს ბალკომბი ერქვა, ხო, მის წოლს. ბრამ სტოკერის წოლს. ხო, ქალბატონმა თავიდანვე ცხადყო რომ ანუ ქალბატონი ფონს ხვდებოდა რომ ეს სტუდიო ახალდაარსებული რაც არ უნდა მოეგო ფინანსური კომპენსაცია არ იქნებოდა დიდი ამ მნიშვნელოვანი. მაგიტომაც ასე ვთქვათ, ეგეთი ბრძანება გაიცა რომ ამ ფილმის ყოველი კოპიო უნდა დამწვარიყო, განადგურებულიყო. ისიც ვთქვათ რომ ეს 22 წელია იმ პერიოდში ჩვენ არ გვაქვს დისკები და ასე ვთქვათ ფილმის კოპიო არ შეიძლება.
თქვა არის რამოდენიმე ფილმის ბაბინა და ეგ თუ განადგურებული იქნება, მეტი კოპიო არსებობს და ფაქტობრივად ფილმი ვეღარ იარსებებს. მე მაგიტომაც მაკპერდის ძალიან ბევრი ფილმი ან დღემდე არ შემოგჩა, იმიტომ რომ ორიგინალი იყო განადგურებული და კოპიოები არ იყო გაკეთებული, ამიტომაც მარტო ფოტოები გვაქვს და მონაგონი. მაგალითად, როგორც ვიცი 1915 წლის ფრანკენშტეინის ფილმი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შემოგჩა. ამ პროცესის მერე სპრანა ფილმს სამწუხაროდ გაბანკროტდა. ამავე პერიოდში სახელმწიფოში უკვე ჰიტლერის პარტია მოდიოდა და ბატონი რეჟისორი ფრედრიხ მურნაუ უნდა გაქცეულიყო ქვეყნიდან, იმიტომ რომ იცოდა რომ მაგის პროგრესული და ალტერნატიული იდეები არ შეეწყობა ახალ რეჟიმს. თან პარალელურად მურნაუ ჰომოსექსუალი იყო და იცოდა რომ ეხლა როცა ნაცისტები მოდიოდნენ თქვა ახალი წესებით, ოჯახის სიწმინდის პრინციპებით ის ვერ გაძლევდა გერმანიაში და გაიქცა ამერიკაში. თვითონ ნოსფერატუს ბედი არის იმით საინტერესო, რომ რაცა კოპიოები საინტერესო ლამის ოკულტური გზით გადარჩა, იმიტომ რომ იყო გატაცებული ამერიკაში. და აი ეს ამერიკაში გატანებული კოპიოების მეშვეობით მარტო მაგიტო გვაქვს ეს ფილმი ეხა აღიარებული ესეთ ყველაზე პირველად თქვა საშვედა ფილმების ძალიან კაი მაგალითად, თუ 1929 წელს ამ გატაცებული კოპიოებით არ ჩატარდებოდა ამერიკაში პრემიერა, მაშინ ეს ფილმი სავარაუდოდ დაკარგული იქნებოდა დღეს. ეს ერთი ხუმრობა იყო, წეღან 2024 წელს გარდაიცვალა ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც თვითონაც ერთ საუკუნის იყო. და ეგეთი ცოტა ისეთი შავი იუმორით ხუმრობა იყო, რომ ჯიმი კარტერი მოესწრო ნოსფერატუს სამივე ამერიკულ პრემიერას 29-ში, 79-ში და 2024-ში. ეს თქვა ეგეთი იუმორია. ხო და სანამ ვთქვათ გავცდებით ორიგინალურ ფილმს, მაგის ანალიზია გაკეთებული, რომ თან მედრო ანალიზი რომ თვითონ ის როგორც რითი განსხვავდება ეს ფილმი დრაკულასგან. პირველი ის ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი პერსონაჟი რაც არის ნოველაში ბიუჯეტის გამო ვთქვათ არის შემცირებული, იმიტომ მაგალითად დრაკულას ნოველაში არის ორი ქალი მოქმედი პერსონაჟი, მინა ჰარკერი და ლიუსი. და ეს ფილმი აერთიანებს მათ ერთ პერსონაჟში ელენში. და ეს იმის დამიუხედავად რომ ორიგინალური мотиваცია მაგის არის ბიუჯეტის ეკონომია, აი ამას თქვა შეწყმით შექმნა ძალიან საინტერესო ახალი პერსონაჟი ელენი, რომელიც ერთდროულად თქვა არის დრაკულას მსხვერპლი და ერთდროულად არის ის, ვინც ასე თქვა ვამპირის მიზანი, ვისთვისაც ის ჩამოდის დასავლურ ევროპულ ქალაქში. კიდევ ერთ საინტერესო ხერხი არის, რომ მურნაუმ დაამატა ახალი სიუჟეტური ხაზი. იმიტომ რომ როგორც ვიცი, წიგნში დრაკულა ჩამოდის მარტო თავისი ქალბატონის გამო, მინა ჰარკერის გამო, ვისის სისხლიც ყურია და თქვა მეტი დიდი არაფერი არ ხდება. მაგრამ მურნაუმ ეგეთი საინტერესო ხრიკი დაამატა, რომ ორლოკი, როდესაც ჩამოდის გერმანიაში, მას ასე ვქვათ, თან ჩამოაქვს შავი ჭირი. მაგის გემიდან ამბობა რაც 100-1000 ვირთხა, რომელიც შავ ჭირს დააბრუნებს ქალაქში. და ეს ვთქვათ სიუჟეტური მომენტია, რომელიც ვთქვათ არა ორიგინალურ ნოველაში. და კიდე შენიშნული თვითონ ორლოკის სახე, როგორც ვთქვათ, ესე როგორი ანუ თეთრი, წვეტიანი ყურებით, დიდი ცხვირით. არის ვარაუდი, მარტო ვარაუდი, რომ ეს იმ პერიოდის ანტისემიტური ხასიათის მაინც ანარეკლი იყო. როგორც თქვი, მურნაუმ საკუთარ პროგრესიული კაცი იყო, ანუ შეიძლება მაინც აი ის განწყობა რომ ეს მაშინ კი მეცმენია კი ეს და თან რა იყო იცი მაშინ იყო ძალიან ანტიებრაული განწყობა რა პერიოდში ეს ხდება და თანაც ნახე აქ არის ის მომენტი რომ ეს შავი ჭირი ჩამოაქვს უცხოეთიდან გერმანიაში ყიდულობს ხო უცხოელი ანუ ყიდულობს უძრავ ქონებას მაშინ გერმანიაში ჩამოდის და იქ ავრცელებს თავის უბედურებას მე ჭირს რომელიც თან აქვს ხო ეს გარკვეულად რაც ალეგორიულად შეიძლება მართლა იყოს კავშირში ხო დიცხვირა უცხოელი რაღაც სხვა ქვეყნიდან მოდის და შავი ჭირი მოგდო თითქოს პირდაპირ ამბობენ რომ შეიძლება დამთხოვა ან უბრალოდ აი ქვეცნობიერი მომენტი იყო. ხო, საერთოდ ხო, რასაც რეჟისორი ფიქრობს ხოლმე და ამ ხატვარი და შემდეგ მე კრიტიკოსები უფრო მეტრამეს უგონებენ ხოლმე იმ ყველაფერს და ამ თვითონ უცხოს მომენტი ორიგინალურ დრაკულაშიც აიმდა, როცა ბრამ სტოკერი თქვა ბრიტანულ ირლანდიელი ავტორი როცა წერდა რომ ანუ აღმოსავლეთ ევროპიდან ამ უცნობი ქვეყნიდან მოდის რაღაცა გაურკვეველი უცხოელი არისტოკრატი, გაურკვეველი წარმოშობის და ასე ვთქვათ ატერორებს კლასიკურ ევროპულ ქალაქს. ეს უცხოს მომენტი მაინც არის, რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება გერმანული მენტალიტეტის ცოტა სხვანაირად განმოვიდა.
ხოდა როგორც ვთქვით, მაინც დღეს ფილმი აღიარებულია ერთ-ერთ ყველა გერმანული კინოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად. ჩაიარა მეორე მსოფლიო ომმა, მაგის მერე აღმოაჩენეს ეს ძველი კოპიოები და გადაწყვიტეს ამ ფილმის თავიდან პოპულარობა დაიწყო. და როგორც ვთქვით 40-იანი წლების შემდგომ გერმანიაში დაიწყო გერმანული, ასე ვთქვათ, კინოს რენესანსი, მაგას ქვია ვთქვათ ახალი ტალღა, როდესაც ის თაობა, რომელიც თქვენ ბავშვები იყვნენ და გაიზარდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, გადაწყვიტეს, რომ ის გებელსის პერიოდის მერე გერმანული ხელოვნება, კინოხელოვნება უნდა, ასე ვთქვათ, თავიდან შექმნილიყო. და ერთ-ერთი ეგეთი მიმდევარი მაგ ახალი ტალღის იყო ვერნერ ჰერცოგი. საკმაოდ საინტერესო რეჟისორი, რომელიც აქამდე ცოცხალია და აქამდე აქტიური კინოინდუსტრიაში. ბატონ ვერნერ ჰერცოგს მიაჩნდა, რომ ნოსფერატუ მართლაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ადრინდელი გერმანული კინოს და მაგას სულ უნდა და მაგის ადაპტაცია და თავისი ვერნერ ჰერცოგული სტილით. მაგან შეუდგა უკვე როდესაც გერმანული ახალი ტალღა კაი დიდი ხანი მორჩენილი იყო 79 წელს გამოვიდა მაგის ფილმი, მე სპეციალურად სიმბოლურით არიღია იმით, რომ 79 წელს წიგნი დრაკულას ავტორული უფლებები ბოლდაბოლოს გავიდა და უკვე შეიძლება მაგის ადაპტაცია. ის შევიდა in the public domain, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, საყოველთაო საკუთრება ქვია ქართულად რა, საზოგადოებრივი დომენი ან საყოველთაო საკუთრება, ხო? აი ზუსტად. და მაგიტომაც როდესაც ფილმს იღებდა, იმის და მიუხედავად რომ ფილმს ქვია ნოსფერატუ, და აშკარად არის იმ 22 წლის გერმანული ვერსიის რიმეიკი, მაგრამ ალბათ უფრო პოპულარული რაც პოპულარული ვერნერ ჰერცოგმა დააბრუნა ყველა ძველი სახელი, ორლოკი არის დრაკულა, ტომასი ისევ გახდა ჯონატან ჰარკერი, ერთადერთი ისევ და ისევ ერთი ქალი პერსონაჟი დატოვა, მაგრამ მინასმაგივრად სახელი ლუსი გაუკეთა. და ეგეც საინტერესო ხრიკი იყო გამოყენებული, როცა იღებდნენ ტიპიურად, როდესაც ესეთი უცხო არაინგლისურენოვანი ფილმები ჩადიოდა ამერიკაში, მაშინ ეგეთ მიღებული იყო, თქვა და როგორც ჩვენთან შემოდიოდა ადრე რუსეთიდან, ფილმს უბრალოდ დუბლაჟს უკეთებდნენ თვითონ ამერიკაში. მაგრამ აქ ეგეთი ხრიკი გამოიყენეს ყოველ ჯერზე, როდესაც იღებდნენ რაცა სცენას, იღებდნენ ორჯერ. პირველ ჯერ იყო გადაღებული გერმანულად და მერე მსახიობს ალაპარაკებდნენ ინგლისურად. და არსებობს ეგეთი ფილმის ორი ვერსია, ორი განსხვავებული დუბლით, რომელიც ერთში ნაპარაკული გერმანულად, მერე კი ინგლისურად. ამ ახალ ვერსიაში ორლოკის უფრო დრაკულას როლი ითამაშა ცნობილმა გერმანელმა მსახიობი კლაუს კინსკი, რომელიც ბევრჯერ, ასე ვთქვათ, პარტნიორობდა ბატონ ვერნერ ჰერცოგთან და იყო საკმაოდ მძიმე ხასიათის პატრონი. იმის დამახმარებლად, როდესაც კინსკი გარდაიცვალა, ვერნერ ჰერცოგმა დოკუმენტალურ ფილმი შექმნა მაგათ ურთიერთობაზე და ზოგადად მაგაძეს ბევრი ანათქვამი, რომ ალბათ მენტალურად მართლაც ავადმყოფი იყო, ძალიან უყვარდა განსაკუთრებით მოედანზე ისტერიკები, როგორც მერე გაირკვა სექსუალური მოზალდეც იყო საკუთარ შვილზე და როგორც პიროვნება საკმაოდ ასე ვთქვათ, არ იყო კაი ადამიანი, მაგრამ ხელოვანი. ის ხო იცი, კინსკიზე მერე ვერნერ ჰერცოგმა აი ბოლო წლებში გადაიღო პატარა დოკუმენტური ფილმივით არის, რომელსაც ქვია ჩემი აი ურჩხული, რაღაც ახლობთ ესეთი, იმიტომ რომ მის ფილმებში თამაშობდა და ძალიან ხო, რაღაც საშინელება ხასიათი ჰქონდა და მის ფილმებში მაინც თამაშობდა, ამ ჰერცოგის ფილმებში თამაშობს ძირითადად და აგირე ღვთის რისხვარია ფილმი. ალბათ გეხსოვება აგირე ღვთის რისხვა, ასეთი ცნობილი ფილმი, რომელშიც ასევე თამაშობს, ხო, კინსკი და აიქაც აი ტანტრომებს აწყობდა ხოლმე რა გადაღების დროს სულ რა. ხო, მაგ ფილმზე ანეკდოტი ვიცი ეგეთი, როდესაც იღებდნენ, იმ მკვიდრი მოსახლეობის როლებში მართლა იქაური ინდიელებს, რომ მკვიდრი მოსახლეები იყვნენ აყვანილი და კინსკის რამდენიმე ასე ვთქვათ ტანტრომის შემდეგ იმ იქაური ტომის ბელადი მივიდა ვერნერ ჰერცოგთან და შესთავაზა რომ გინდათ ეს კაცი მოვკლათო, პირდაპირ ესე უთხრა. მაგრამ ვერნერ ჰერცოგმა ეს უპასუხა რომ არა ჯერ ფილმი უნდა გადავიღეთო და იმის შემდეგ ხო ზირთად მაგრი პარტნიორობა მაგაზე იყო აწყობილი. მაგრამ აი ამ როცა ნოსფერატუს იღებდნენ, როგორც ვიცი, არანაირი ექსცესების გარშე ჩაერა, ძალიან წყნარად გადაიღეს. თან რა საინტერესო როდესაც აი გესმის რომ კლაუს კინსკი იქნება დრაკულას როლში, წარმოიდგენია რაღაც ძალიან ექსცენტრიული, ძალიან ხმამაღალი ესეთი მონსტრი, მაგრამ ისე თქვა რომ ჰერცოგის ნოსფერატუ არის ალბათ ერთ-ერთი პირველი მაგალითი, როდესაც ვამპირია ნაჩვენები არა როგორც მონსტრი, არამედ როგორც ესე თქვი საწყალი დატანჯული სული, რომელიც ეძებს შვებას. ეგ ისეთი წყნარი, ცოტა მელანქოლიური და ტრაგიკული პიროვნება. სანამ დღეს გვაქვს თქვა Twilight-ები და ეგეთი ინტერვიუ ვამპირთან, ჩემი აზრით ჰერცოგის ნოსფერატუ პირველი უფრო ისეთი
თან უფრო არტისტული მცდელობა იყო რომ ვამპირი ნახები და როგორც მსხვერპლი და რა როგორც აი მარტო მონსტრი. ხო, სხვადასხვა აი გავიხსენებდი ორიგინალურ საუნდტრეკს ამ ფილმისა, ხო? რომელშიც ქართული სიმღერა წინ წყარო არის გამოყენებული. ხო, ну აბა ეს ეგზოტიკურობისთვის, იმიტომ როგორც ვიცი, ევროპელებისთვის ჩვენ ცოტა აი რაღაცა ეს როგორც აი რუმინელები, ხო, აი ტრანსილვანიელები, ქართველები რაღაცა მათრივ არის, აი როდესაც ის აი დასავლურ ან ევროპაში, ამერიკულ ფილმში არის ჩოხა, ეს რაღაცა კავკაზი, ან რუსეთთან ან რაღაცა უცხო აი აზიასთანაა მაინც ასე ვთქვათ ასოცირებული. სამწუხაროა, მაგრამ ну რაც არის. ქასზე ვიტყვი რომ ჯონათან ჰარკერის, ну, ორიგინალად, ну, აი ტომასის როლის შემსრულებელი არის შვეიცარიელი მსახიობი ბრუნო განცი, რომელიც ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი, 2004 წლის ფილმი რომ ჰიტლერზე, ჰიტლერის ვარნაზე ბუნკერში ბოლო დღეები, როცა მემედ რომ იქცა. და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. მაგაზე მაგარი ჰიტლერი არ ყოფილა კინოში. ხო, და ასე თქვა, აი როგორც აი აქ ნოსფერატუ არის და ჩვენები როგორც აი სიმპათიკურ ფიგურა და რა მოსწოთ, იქაც ჰიტლერიან ჩვენები როგორც ეს თქვა განწირული ადამიანი და უფრო აი მაგის ჰუმანიზაცია მოხდა მაგ ფილმში. და თამადურ მაყურებელს ბრუნო განცი ზუსტად აი მაგ სცენით აი ფანქას რომ ისვრის რუკაზე და ისვრის აი შტაინერი როგორ არ მოდის და ასე თქვა მაგის სასწარკვეთა. ხო, არა, ძალიან მაგარი მსახიობი იყო მართლა რა. კი, ძალიან გარდაიცვალა თან. აი ბევრი როლი აქვს ასე თქვა. ლუსის, ანუ მინას ან ელენის ან ქალბატონის როლზე საინტერესო ფრანგი მსახიობი იზაბელა ჟანი, რომელიც ნახევრად თურქია როგორც ესე გვარის მიხედვით. იზაბელა ჟანი მოგონი თურქი არ არის, მაგრამ ისა რაღაც ალჟირელი უნდა იყოს ან რაღაც მსგავსი. ხო, მამამისის მხრიდან, ხო. ძალიან ისეთი საინტერესო მსახიობი იყო იმანდროელი ფრანგული კინოს, იმიტომ ძალიან ისეთი ექსპრესიული ლამაზი თვალები ჰქონდა და აი მაგით ხო, ალჟირელი ყოფილა, კი, ალჟირელი არის მამის მხრიდან, კი. და იმას მარტო აი თვალები შეეძლო ხანდახან ასე ვთქვათ რა ემოციის ჩვენება. და ну როგორც თქვით, ორლოკის როლზე კლაუს კინსკი და როგორც თქვით, ჟანიმ და კინსკიმ თქვეს, რომ არის რეალური ის ვთქვათ ის სასიყვარულო ეროტიული კავშირი ორლოკის და ლუსის შორის და ჩემს ეს პირველი მაგალითია, სადაც აი სამი სახსარდება თქმა ის ქალი პერსონაჟი ამ ისტორიის ესეთი აქტიურად ანაჩვენები, იმიტომ რომ ტიპიურად ზოალტაციაში უფრო რაღაც სხერპლია ამ მოვლენების, მაგრამ აქ ლუსენა ჩვენ როგორც ვთქვათ ძლიერი პერსონაჟი, რომელიც ერთადი ხვდება თუ რა ხდება ამ ქალაქში, რატომ ამოდებული შავი ჭირი სუსიამოვნოში რა ხდება და ცდილობს რომ ინიციატივა თავის ხელებში აიღოს. ну ის თქვა რომ პატარა შეცვლილია ფინალი ოდნავ. ბოლო სამი წუთი ერთად დამატებული, იმიტომ რომ ის თქვა რომ ორიგინალურად როგორც ვთავრდება რომ მთავარი ქალი პერსონაჟი შეეცდება ყურადღება მიიქციოს ვამპირის შეიტყუებს თავის საძინებელში და ის როცა მაგის სისხლს სვამს დავიწყდება რომ ამოდის მზე და როდესაც არ მოისმენს როგორც ვთქვათ როგორ უკვე მზე ამოდის და როდესაც ბოლოს ამოვა ვამპირი დრამატულად იშლება და როგორც ვიცი ეგეთი პირველი მაგალითია აი მითოსის რომ ვამპირს არ შეუძლია მზეში გასვლა და მზე მას საბოლოოდ მოკლავს არა ავნეს არამედ პირიქით დაშლის იქამდე არ იყო და აი ამ 22 წლის ფილმმა რომ შემოიღო მაგის მერე ჩვენში ასე ვთქვათ დარჩა რომ აი ვამპირები ვერ გადიან მზეზე ესეც 79 წლის პოპულარული ისაა ხო ძალიან ეგრა აქედან დაიწყო თემა და ვამპირის მითოსი ზირთად აი ნაწილი როგორც აი ფოლკლორი ხო ნაწილ-ნაწილ აწყობილი და აი 22 წლის ფილმმა შემოიტანა ეგ ელემენტი აქაც კი ისე უნდა აქაც ვთქვათ ხო ამ ფილმში 79 წლის ფილმში მართლა აი თუნდაც ის რომ დრაკულად გადააქცია ეს ჰერცოგმა იქიდანაც შანს რომ აი დრაკულას პერსონაჟს აქვს გაცილებით უფრო მეტი როგორ ვთქვათ რომანტიკულობა ვიდრე ნოსფერატოს ორიგინალ ნოსფერატოს რომელიც გაცილებით უფრო მუქფერებში არის დახატული ხო ორიგინალ ფილმში ამიტომაც აი ის რომ თან ნოსფერატუ გადაიღო და თან დრაკულა შეუხამა ან ბრემ სტოკერის დრაკულა აი ამან იმოქმედა გარკვეულწილად და ისიც მიგვანიშნა რეჟისორს საით მიყავდა ფილმი იმიტომ რომ ის არ არის ორიგინალი ნოსფერატუს ერთ-ერთი გადაღებული ასლი ხო ანუ მან უკვე დრაკულადან შეიტანა ცვლილებები ეს უკვე მიუთითებს იმაზე ამ შემთხვევაში რომ
ანუ ის აპირებდა რაღაც ცვლილებების შეტანას და აი რაღაცა იქ რაც ხდება ძირითადი სიუჟეტი იმის გაკეთილშობილებას გარკვეულწილად, იმიტომ რომ დრაკულას პერსონაჟი ბევრად უფრო მრავალმხრივი არის ერთი შეხედვით, ვიდრე ნოსფერატუსი, რომელიც სხვათა შორის აი პირველ ფილმში და აი ხა ბოლო ეგერსის გადაღებულ ფილმში უფრო მეტად არის მსგავსება მათ შორის, ვიდრე ჰერცოგის ფილმსა და მურნოს ფილმს შორის, რომელიც არის 1922 და 79 წელს გადაღებული. ანუ ჩემი აზრით, ეგერსმა უფრო სცა პატივი ორიგინალს, ვიდრე ჰერცოგმა, რომელმაც უფრო მეტად თავისი ვერსია შემოგთავაზა ამ შემთხვევაში, შესაბამისად, აი რაღაც საინტერესო ადაპტაცია გააკეთა ამისა. ისე აი რამდენიმე რამე რომ დავამატოთ იმ ძველ 1922 წლის ფილმს, იმიტომ რომ ის მართლა თავისი დროისთვის არის აი როგორ ვთქვათ, აი პიონერი ფილმი არის რა, ბევრი თვალსაზრისით, ხო? თუნდაც აი კაცმა რომ დრაკულას ისე მიიღო უფლებები და ამის მერე სიუჟეტი გადააწყო და შემოიღო ბევრად სხვა რაღაცებს სახელწოდებები ისინი ამით ბევრად უფრო კრეატიული გახდა ეს ფილმი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თუნდაც ესეც ხო იმიტომ რომ ხა წარმოვიდგინოთ პირდაპირ ადაპტაციას ვაკეთებ და სად შე რო გიწევს შეთვითონ კრეატიულად მიუდგე ამას რომ როგორღაც ეს თან არ დაუკარგო იმ ორიგინალ დრაკულას რაღაც გარკვეული ელემენტები და თან შენი ვერსია შემოგთავაზო ისეთი რომ იქ პერსონაჟების სახელებით შეცვალო რაღაც სიუჟეტში შეიტანო ცვლილება რაღაცა სული შეუცვალო მოკლედ რომ ვთქვა ამ იმას რა მთლიანად ფილმსთან გადაიტანო სხვაგან მოქმედება ანუ საკმაოდ დიდი ცვლილებები აქვს შეტანილი ხა მურნოს არ არის ის რომ ერთ-ერთი დრაკულას ადაპტაცია ხო ამ შემთხვევაში ბევრი ცვლილებებია საკმაოდ აი თუნდაც ხა გრაფი დრაკულა ხო ჩაანაცვლა ორლოკმა რომელიც აბსოლუტურად სხვაგვარი ტიპის პერსონაჟი არის ჩემი აზრით არ არის ის დრაკულა რა ორლოკია ამ შემთხვევაში და ვერ ვიტყვი რომ ის ხო უფრო მონსტრია არემის სამი ვამპირი ქალის ზუსტად ისეთი გლამურული როგორც გრაფი უფრო ასე კვადრატ ოკულტური პატარა ურჩხულია ხო, ნახე აი როგორც ისა, რა ქვია, შევადაროთ, აი ვამპირიზმისადმი მიდგომაშიც არის სხვაობა, სხვათა შორის. აი დრაკულაში ვამპირიზმი არამიწიერია, ბნელი, საშიში, მაგრამ აი ვერავინ უარყოფს, რომ რაღაც რომანტიკული სენტიმენტი გასდევს ამ ყველაფერს, ნაწარმოებსაც და ადაპტაციებსაც მათ შორის და თავად დრაკულაც ხშირად არის წარმოჩენილი ხოლმე რაღაც მომხიბვლელ მათთურმა მაკაცად, რომლის მიღმა იმალება ეს სისხლისმელი ვამპირი. მაგრამ ვამპირი ნოსფერატუ არის შეუხედავი ამაზრზენი, აქვს განსხეულებული ბოროტება. რომელიც კარგად წარმოაჩინა მაქს შერეკმა პირველ ორიგინალში, ხო? იმიტომ რომ ეს გარეგნულადაც ის მსახიობი ძალიან კარგად ზის აი ამ ვამპირულ რაღაც საშიში არსების ფენომენში, ხო? იმიტომ რომ ეს შერეკის მაყურებელს წარმოიდგინეთ ეს ზოგადად მაგის ყურება ეკრანზე ალბათ ეხმარება. კი, ახლა ზოგიერთი კადრი რო ნახო, აი მაგალითად აი ჩრდილი რომ მიდის კიბეზე რო ადის რა ეს ორლოკი. ეგ ძალიან ცნობილი კადრი და ერთ დღემდე ითვლება რომ აი ჰორორ ჟანრის მოკლედ ვთქვათ რაღაცა პიკ პერფორმანსია. რაღაცნაირად, ხო? გერმანული ექსპრესიონიზმის მაჩვენებელი, იმიტომ რომ როდესაც შენ არ გაქვს საშუალება რომ ხმით გადმოსცო ემოცია, ანახებ თავის ექსპრესიით და ასე ვთქვათ ხელის მოძრაობებით და ეს მართლაც ერთ-ერთი კაი მაგალითია რომ მარტო ჩრდილი კედელზე, როგორც ასე ვთქვათ მის და თან ცოცხალი ჩრდილი როგორც სიუჟეტის მიხედვით, ეს მართლაც კაი მაგალითია რომ ანახო თუ რამდენად სახიფათო და ასე ვთქვათ ზებუნებრივია წერი და ასევე ეს შავი ჭირის მომენტი ალბათ დამატებული არა მარტო იმიტომ იყო რომ ვთქვათ რაღაცა განსხვავება იყოს დრაკულასგან როგორც ვიცით მაშინ ეს ესპანური გრიპის ეპიდემია იყო ევროპაში და გერმანიას საკმაოდ ისე შეეხო და ალბათ იქამდე იყო ეს კუნდო როგორც მილიონები დაიღუპნენ მაგ პანდემიის დროს და ალბათ მაშინ გერმანიას მაშინაც იყო ალბათ შემთხვევები 22 წელს როცა ფილმი იყო გამოსული და ეს ალბათ დარჩებოს კულტურული ტრავმა და ის მომენტი რომ ისედაც ხო ესპანური გრიპი დაარქვეს მაშინ რამდენ მართალი იყო ცოტა სადავომა ანუ რაღაც უცხოეთიდან შემოსული დაავადება რომელიც ასე ვთქვათ ესე დაატრაუმებს მთელ ქალაქს და ეს იგივე ვთქვათ ეხლა რომ ვიღაცამ გადაიღოს რა ზებუნებრივი ფილმი ვამპირზე თანამედროვე ეპოქაში მაგრამ ვამპირს კოვიდი რომ მოქონდეს რაც ის გავსი კი იცი რა არის თან კიდე აქ ისიც არ გამოგჩეს რომ მურნო გატაცებული იყო ოკულტიზმით თვითონ რამაც ასევე კი, ასევე დაამჩნია ფილმს ამან გარკვეული ნიშნები, მაგალითად აი მურნო ორლოკი წარმოაჩინა როგორც შემოქმედება აი ჯოჯოხეთის არქიდემონის ბელიალის რომელიც ფსალმუნში არის ეპიდემიის გამავრცელებელი, ანუ ფსალმუნის მიხედვით. და შესაბამისად აი ეს დაუკავშირა აი ოკულტისტურად დემონოლოგიას, დაუკავშირა უშუალოდ სატანას ამ შემთხვევაში. ანუ ოკულტური ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი ავტორის, ინგლისელი ედუარდ ბულვერ-ლიტონის და მე-16 საუკუნის მოღვაწე შვეიცარიელი არქიმიკოსი, ძალიან ცნობილი, პარაცელსუსის იდეებიც არის ამ ფილმში, რომელიც არის განსხეულებული პროფესორ ბულვარში, რომელიც ამ შემთხვევაში არის ვან ჰელსინგი, პროტოტიპი, იმიტომ რომ
ვან ჰელსინგი არის დრაკულაში, აქ არის პროფესორი ბულვარი, რომელიც სხვადასხვა აი თუნდაც აი ნოსფერატუს ბულვარი არ არის ვან ჰელსინგივით ჩემი აზრით უფრო მეტად არის აი აკადემიური გარკვეულწილად ვიდრე ვან ჰელსინგი არის ბრემ სტოკერის დრაკულაში, ხო? აი ვან ჰელსინგი უფრო მოქმედი პერსონაჟია. ხო, ვიდრე ბულვარი. თან ნოსფერატუ ხო პირველ მსოფლიო ომის დროს არის ეს შენ ახსენე გადაღებული ამავე დროს და ნუ ამასაც აქვს გავლენა, იმიტომ რომ თვითონ ეს ეხა უნდა ითქვას, ხო, არ პირველ მსოფლიო ომის შემდგომ. ეს უნდა ითქვას, რომ ფილმის შემოქმედები ფრიდრიხ მურნოუც, ალბინ გრაუც და მაქ შრეკიც თვითონ ვეტერანები იყვნენ, ანუ ყველა იყო ნამყოფი ამ პირველ მსოფლიო ომში. მაგრამ წარმოიდგინე ხა მანამდე ჯერ არ ნახული ეს მასობრივი სისხლის ღრა და გაჭირვება, ვირთხებით სავსე სანგრები, დაავადებები და ასე შემდეგ, რამხელა დაღს დაასვამდა მათ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან მოსული კოშმარი, ასე ვთქვათ, Hell on Earth. კი, შეხება რო ქონდა, ნუ მონაწილეობა ფაქტობრივად ომში, რომელზეც ამბობენ რომ ყველა ომებს დაასრულებს რა, ხელა მასშტაბის მოვლენაა და რა თქმა უნდა ამან გავლენა იქონია ხო თავისთავად შემდგომში უკვე ფილმის გადაღებაზე. ჩემი აზრით ეს ოკულტიზმი შესაძლოა ძალიან საინტერესო საკითხი არის, ზოგადად ნოსფერატუსთან დაკავშირებით, რაც ბრემ სტოკერის დრაკულაში ნაკლებად ხდება შესაძლოა. აი აქ უფრო არის ნოსფერატუსში მიქცეული ყურადღება, მაგრამ არა ჰერცოგისეულ ვერსიაში. აი ჰერცოგის ვერსიაში მაგალითად ეს მომენტი მე მაკლია ძალიან, რაც ეგერსმა დააბრუნა ისევ ნოსფერატუსში და ჩემი აზრით აი ეს ერთ-ერთი დასაფასებელი მომენტი არის აი ახალი ფილმისა, რომ ის ოკულტიზმი, შავი მაგიის ესა ხო და დემონოლოგია და გარკვეულწილად ის ცნობილ პენტაგრამაში ეშმაკის გამოძახება და ასე შემდეგ, ანუ ეს თემა რა ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნის ევროპაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში და ძალიან პოპულარული იყო და აი კი არა მესამე რაიხის დროსაც ძალიან პოპულარული იყო ხო თვითონ ჰიტლერისა და მისი გარემოცვისთვის და შემდეგ ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანუ წარმოიდგინე ხა 22 წლის ნოსფერატუს რო უყურებ და რამდენიმე იმალება მის უკან ერთი არის ეს გატაცებულები იყვნენ ოკულტიზმით პირველი მსოფლიო ომი და მისი შედეგები ეს ესპანური გრიპის ეპიდემია და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი ეს ამ შემთხვევაში ანტისემიტიზმი იმ ეპოქაში არსებული ანუ რამდენი შრე არის ამ ფილმში რომელმაც შეიძლება იმ ფილმს უყურო ხო, ამ ფილმს უყურო ერთი შეხედვით რაღაცა ვამპირული ისაა, თითქოს ფილმი რომ მიდის ვამპირი და რაღაცა სისხლი უნდა ამოწოვოს და სინამდვილეში იმის იქით რამდენი რაღაცა ხდება, რომელიც აი ეს სიუჟეტი განაპირობა მთლიანობაში, ხო? ამიტომაც იმიტომ არის რომ 1922 წლის ნოსფერატუ მარტო იმიტომ კი არ არის დასაფასებელი, რომ ძალიან ორიგინალურად გადაღებული ერთ-ერთი პირველი საშინელებათა ჟანრის ფილმია, არამედ იმიტომ რომ აი ზუსტად ეს ბევრი შრე არის იქ და ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო, რომელიც ამ ფილმის ყურების დროს და როცა მის ისტორიას ეცნობი უნდა გამოდის წინა ემაზე პლანზე. მოდი ხა ჩვენ გადავიდეთ. აი თქვა გერმანელების შევადაროთ გოძილას, თქვა აი როგორც იაპონელებმა 100 მსოფლიო ომის შემდეგ მთელი თავის კულტურული ტრავმა და ერის ფოთვა ჩადეს ფილმში, რომელიც ერთ შესაძლებლობით არ უბრალოდ რაღაცა მონსტრზე, აი მე რომ განიხილო, ასე ვთქვათ აღმოაჩენ მრავალ შრეს და თუ რამდენად ასე ვთქვათ უფრო აი ერის ტკივილიანა ჩვენებე ფილმში და ეს არა მარტო ჩურბად მოსწია. ეს ერთი წამით რო დაუბრუნდეთ თქვა ჰერცოგის ვერსიას, ჰერცოგი ისე გვახსოვს საკუთარ ნაილისტი რეჟისორი, ძალიან თავისებური რეჟისორი, ხო? ის ცulis ფინალს იმის მერე რაც ორლოკი კვდება, მაგრამ ეგეთი დეტალია ფილმში დამატებული, რომ ნუ ჯონათანი თქვა ჯონთან ჰარკერი, რომელიც დაკმენილი იყო დრაკულას მიმართ, არ განიკურნება მაგ დაავადებისგან ვამპირის ციკლის შემდეგაც ის ხდება ვამპირი, მოახდენს გაქცევას ექიმ პერსონაჟს დააპატიმრებს პოლიციას, მაგრამ ორლოკი მოკლა, გაიქცევა და ეს ნაილისტური მომენტია, განსხვავებით რომ ციკლი გრძელდება მაინც და ის გააგრძელებს ორლოკის საკითხს, შეიძლება გერმანიაში არ, მაგრამ შეიძლება ამ სხვა ქვეყანაში. და მაინც ეგეთი ბოლო ასე ვთქვათ დასასრული არის, იმიტომ რომ ჰერცოგისთვის აი ვამპირის შემოსვლა ევროპულ საზოგადოებაში რაღაც ცვლილების ამსახველია. ეს საკმაოდ ნაილისტი და ცოტა საკმაოდ ლიბერალური კაცია. და კიდე ერთი სცენა მაგრამ დაამატა ორლოკმა როცა შემოინა შავ ჭირს ძალიან საინტერესოდ ანახებს თუ როგორ იქცევა ქალაქი მაგ მომენტში თვითონ ეს გერმანელები როგორ იქცევიან. როდესაც ისინი მიხვდებიან რომ ანუ შავი ჭირია და ბოლოს პანდემიის დროს ყველანი დაიღუპებიან, ისინი არ დაიწყებენ პანიკას, მოხვდებიან სულ ნაილისტურ განწყობაში და გადაწყვეტენ მოაწყონ ბოლო кейპი ქუჩებში და ეგ ძალიან სიურრეალისტური სცენაა, თქვა ლუსი გამოდის ქუჩაში, ერთ მხარეს ხალხს გამოქვს კუბოები, ათქო მთელი რიგია კუბოების და მეორე მხრივ ხალხი, ანუ კაცები, ქალები, ბავშვები აი ამ ქუჩებში სადაც ვირთხები აქამდე დარბიან
ქვემოთ ამ ვირთხებში ცეკვავენ, მღერიან, შლიან სუფრას და ხვდებიან თუ რა აზრი აქვს ცხოვრების გაგრძელებას, მაინც ყველანი დავიღუპებით და ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული კლასი ზეიმობს თავის ბოლო დღეებს. ეს თუნდაც სიმბოლური მომენტია ჰერცოგს, რომელსაც თვითონ მაგან შემოიტანა ავტორულად. კი, ნამდვილად ერთ-ერთი აი მაგ პერიოდში წინ წყარო რო ვადებს, ხო ამას? მუსიკად. ესეთი creepy მუსიკა. ხო, საშიში მუსიკა, ამად გაგებით, მოკლედ რომ თქვათ რა. ხო, ეგერსის ფილმს რა შეეხება? დაუბრუნდეთ უშუალოდ უკვე ეგერს. ეგერსი გეგმავდა როგორც ვიცი, მე ანუ რაღაც მაგ ფილმის არაოფიციალური გაგრძელებაცაა, როგორც ვიცი. ხო, ეგეს ვახსენოთ, მოდი სანამ ეგერსზე გადავალთ, არსებობს ესეთი ფილმი, ნოსფერატუ, მაშინ ვენეციაში, ვამპირი ვენეციაში, ორი სხვადასხვა ვერსიით, რომელიც როგორც ვიცი, ვერ შედგა ეს ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ვერსია გამოუშვეს, ჩავარდა რა ძალიან და თითქმის არავინ არ იცის ამ ფილმის შესახებ. სიზულელე იყო თავიდან ბოლომდე, ვერ შექმნეს ვერც ორიგინალური სცენარი, ვერც ვერსია ხლევერ შემოიტანეს და მოკლედ არც გამოვიდა საბოლოო ჯამში ეს ფილმი ჩავარდნაა დიდი და ასე რომ დიდი ყურადღებას არ იმსახურებს მაინც და მაინც, თუმცა ალბათ რაღაცა თავის დროზე რაღა ნოსფერატუ წარმატებული იყო, იფიქრეს რომ გავაგზელებთ მოკლედ რაღაცით, მაგრამ არ გამოვიდა მოკლედ რომ თქვათ რა და ასე რომ მე ვფიქრობ რომ პირდაპირ ეგერსზე შეგვიძლია გადავიდეთ, რომელიც ნოსფერატუს გადაღებას გეგმავდა ჯერ კიდევ 2015 წელს, სხვადასხვა მაშინ გამოვიდა ჩვენ თვალზე. კი. გავიდა წლები, გამოუშვა შუქურა 2019 წელს, ჩრდილოელი და ნორსმენი 2019 წელს, ანუ მას შემდეგ 21-ში გამოვიდა, 22-ში. ხო, შემდეგ ხო არქაჯი გამოუშვა, რომელიც არქაჯი ზუსტად 2015 წელს არის გადაღებული. აი, როცა ნოსფერატუს გადაღება უნდა და მაგ პერიოდშია გადაღებული, ხო? ყველაზე ადრეული ფილმია მისი, მერე უკვე შუქურა, მერე არის ნორსმენია ჩრდილოელი და დადგა ბოლოს ვამპირის გამოგზავნას. ეგერს ნოსფერატუ ეგა საინტერესო იდეა თუ საიდან ანუ იცით მაგან ეს ფილმი, ზოგადად ეს იდეა თუ აი ეგეს შედარებით ახალგაზრდა რეჟისორია, ახალმა თაობებმა 21 საუკუნეში საიდან იციან ნოსფერატუზე პატარაზე ჩავამატებ, აი გამოკვეთილი რამოდენიმე ანუ საცილო ანეკდოტი. ერთი არის სპანჯბობი, რომაი ბავშვების მულტიკი ერთი სერია, მეც მახსოვს. ანუ ერთი მომენტია რომ რაც ცოტა საში სერია ბოლოში ასე ვთქვათ სპანჯბობი კითხულობს თუ რაც მომში ვინ თიშავდა შუქს მთელი სერიის განმავლობაში, ხო? და მე აღმოჩნდა რომ ესა ნოსფერატუ. ეს დახატული კი არა მულტფილმში, ესა მაქს შრეკი არის ფოტოშოპით ჩასმული კადრში და უბრალოდ ხელი აქვს ფოტოშოპით გაკეთებული, ის თიშავდა სპანჯბობის რესტორანში შუქს და ბოლოში სპანჯბობი და სკვიდვარდის დასაცლობა. ეს ხო ნოსფერატუ იყო და ყველანი იღიმია და ნოსფერატუც კი სააცილოდ იღემის. ეს თვითონ ძალიან ანეკდოტური მომენტია, მაგამდე აღიარებული რომ ეგ ამ მომენტმა 21 საუკუნის ბავშვებს გააცნო თუ ვინ არის ნოსფერატუ და თუ ეგეთი პიროვნება არსებობს. და კიდე ესე ვთქვათ, მე არ მაქვს ეს ფილმი ნახე, 2000 წელს გამოვიგე ეგეთი ფილმი Shadow of the Vampire, ანუ ვამპირის აჩრდილი, რომელიც არის იმაზე თუ როგორ იღებდნენ 22 წლის ფილმ ნოსფერატუს, თამაშობს უილიამ დეფოი ასრულებს მაქ შრეკის როლს, ამ მსახიობს, რომელიც თამაშობს თვითონ ორლოკს, ხო? და ეს რეჟისორის როლს თამაშობს ჯონ მალკოვიჩი, თვითონ მალკოვიჩი. ძალიან აი სულ მაინტერესებს მაგ ფილმის შეხედვა, აი რაღაცნაირად ვერ შევხედე, მაგრამ ერთ-ერთი მე ნახი მაქვს და სხვადასხვა მომეწონა ეგ ფილმი. ძალიან საინტერესო ფილმი არის ჩემი აზრით და ძალიან ორიგინალური. მიუხედავად იმისა, რომ დაბალბიუჯეტიანი ფილმია და არ არის ეს რაღაცა მასშტაბური ფილმი და რაღაც ძალიან კარგი მსახიობები თამაშობენ. ახლა წარმოგიდგენთ ჯონ მალკოვიჩი, უილიამ დეფო, რა ვიცი, ის რონან ვიბერტი და ანუ საკმაოდ კარგი სამსახიობო შემადგენლობა აქვს რა და თან წარმოვიდგინოთ რა მაგარი სცენარია. ფილმის გადაღებაზეა, მაგრამ რომელშიც მოხდება ერთი ძალიან საინტერესო ამბავი შიგნით, რომელსაც არ დავასპოილერებ, ხა მე ურჩევ ჩემ მაყურებელსაც რომ ნახონ ეს ფილმი. ანუ Shadow of the Vampire, ანუ ვამპირის აჩრდილი სერიოზული ფილმი. არა, სერიოზული ფილმი არ არის, კომედია, ნამდვილად, არანაირი კომედია არ არის. და ძალიან საინტერესო ისაა, ჩემი აზრით, აი ეს twist, რასაც უწოდებენ ხოლმე, რაღაცა საინტერესო მომენტია ამ სიუჟეტში ჩასმული, რომელიც აი ბევრ რამეს შეცვლის და გარკვეულწილად უფრო მეტად ნოსფერატუ ოკულტისტურება შემოიდენს. ხო, ჩემი აზრით ეს ფილმი უფრო ნოსფერატუობს ვიდრე ზოგიერთი სხვა ვამპირული ფილმი. და ნუ უილიამ დეფოს გავუსვათ ხაზე, იმიტომ რომ დაბრუნდება ძალიან მალე ჩვენ ისტორიაში ბატონი დეფო და ეგერს რომ დაუბრუნდა, ანუ ისე ვთქვა რომ ბავშვობაში მაგათ ამას შემთხვევით შეხვდა ვიდეო კასეტა რომ ორიგინალური ფილმი და მაგას შეხედა მგონი სკოლაში იყო 11-12 წლის და მაშინ ეს 12 წლის ბატონი ეგერსი აღთოვანდა
იმ ვასკოდე ძველი ფილმი, ამ გერმანული ექსპრესიონიზმი, რომელიც თითქმის საუკუნისებრი ფილმი იყო და მაგას ეგეთი იდეა მოვიდა, რომ მოდი ეგ ფილმი დავდგათ სკოლაში სპექტაკლად. და ეს იმდენ წარმატება გამოიწვია სკოლაში, რომ მე როგორც ისე მაგაზე აი ხაური თეატრის დირექტორმა გაიგო და ამ ბავშვებს სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა, ხო არ გინდა ჩემ თეატრში დადგათ პროფესიონალურად. და დადგეს. და მაშინ ეგერს გაუჩნდა ეს სკოლაში ეს სურვილი რომ იყოს რეჟისორი და აი ამ სპექტაკლის დადგმა ნოსფერატუსი ფაქტობრივად დაიწყო მაგის პროფესიონალური კარიერა და მაგის მადლობა უნდა გადაუხადოს ნოსფერატუსს. ასე ეგრე შემოდის ბატონ ეგერსი ჩვენ ისტორიაში. ხო, მაშინ აბა პატივი უნდა ეცა ხო ნოსფერატუსთვის და გადაეღო მართლა ეს ფილმი, რადგან ასეა დაკავშირებული მისი კარიერა ფაქტობრივად აი ამ ფილმთან. ჩემი აზრით აი ეგერსის ნოსფერატუსში არის ძალიან საინტერესო სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ შეზავებული არის ბრემ სტოკერის დრაკულა 1922 და 79 წლების ნოსფერატუსთან. ანუ ჩემი აზრით ეგერსმა პატივისცა როგორც ბრემ სტოკერს დავისხვრევ და ბრემ სტოკერის დრაკულას, ანუ ფილმს გულისხმობ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმს, ასევე პატივისცა ორიგინალ ხო მურნაუს გადაღებულ ორიგინალ ნოსფერატუს და ჰერცოგის გადაღებულ 1979 წლის ნოსფერატუს. ანუ ამ ყველაფერს ერთად პატივი მიაგო და გადაიღო რიმეიკი, მოკლედ ამ ნოსფერატუსი, რომელშიც ეს ყველაფერი გააერთიანა. ანუ ეგერსმა ძალიან ოსტატურად შეაზავა ჩემი აზრით ნოსფერატუ და დრაკულა, პერსონაჟად აირჩია ორლოკი და არა დრაკულა, როგორც ჰერცოგმა გააკეთა თავის დროზე, ორლოკი აირჩია. ანუ მაინც 22 წლის ვერსიაზე წავიდა ამ კუთხით. გარეგნობით, შესაძლოა ბრემ სტოკერის რომანში აღწერილ დრაკულას უფრო მიამსგავსა ვიდრე ორიგინალ ნოსფერატუს, რომელიც არის. ხო, არა მარტო, ხო, ანუ იქ ულვაშებიც არის, სამოსი თუნდაც მისი და გარეგნობა მთლიანობაში, პერსონაჟების სახელებიც, პრინციპში მოქმედების ადგილიც გადმოღებულია 1922 წლის ორიგინალიდან. ანუ ისევ დაუბრუნდა კლასიკას ამ კუთხით. ორლოკი გადმოსცა, ხო, კი, ორლოკი გადმოსცა როგორც შემზარავი, განსხეულებული ბოროტება, ჭირის მომტანი ვამპირი, ბელიალის ქმნილება, ისევ და ისევ, აი ამ შემთხვევაში აქაც უკავშირდება ორიგინალს და ფაქტობრივად მოაცილა ის რაღაც რომანტიკული საბურველი, რომელიც ვერნერ ჰერცოგის ნოსფერატუს ან ფრენსის ფორდ კოპოლას გადაღებულ ბრემ სტოკერის დრაკულას მთავარ ანტაგონისტს აქვს თან, ხო? ორლოკის როლი ხო, მოირგო ორლოკის როლი ბილ სკარსგარდმა, თუმცა თავდაპირველად შესაძლოა დენიელ დეი-ლუისი და მაც მიკელსენი განიხილებოდნენ ამ როლში და ჩემს მათი შესრულებაც საინტერესოა. პენსიაზეა როგორც ვიცი, ხო? ხო, მაგრამ ვფიქრობდნენ თუნდაც რომ აი ამ ფილმისთვის იქნებ რაღაცა და მიკელსენიც არ იქნებოდა ურიგო ჩემი აზრით, ხო? იმიტომ რომ ის ბოროტმოქმედების როლში, მაგარია ხოლმე მაც მიკელსენი და ნუ არ იქნებოდა ცუდი. ელენი არის ლილი როუზ დეპი, ჯონი დეპის ქალიშვილი, რომელიც საკმაოდ კარგი მსახიობია ჩემი აზრით და ადრე პირველად მე ეს მსახიობი ვნახე ფილმში მეფეში, The King. რომელშიც საფრანგეთის დოფინის ის იყო და ის როლს ასრულებდა და კარგად შეასრულა შესაძლოა ძალიან. და ტომას ჰუტერი არის ნიკოლას ჰოლტი, რომელიც ძალიან გამოცდილია ვამპირულ ფილმებში, იმიტომ რომ მან 2000 მიიღო მონაწილეობა რენფილდში 2023 წლის გადაღებულ ფილმში. ხო, სადაც ის არის რენფილდის როლში, ხოლო დრაკულას როლში არის ნიკოლას კეიჯი და ძალიან საინტერესოა ეს ფილმი, ხო, მაიმუნობა. კი. კი, შავკომედა ის თქვა ნიკოლას ჰოლტის ანუ კარიერის ბოლო წლები, ასე ვთქვა დრაკულა აბულინგებს რამოდენიმე წელია უკვე. კი. და შესაძლოა ის ხო ის არის, რა ქვია, კომედიური ფილმია იდეაში, მაგრამ ჩემი აზრით ნიკოლას კეიჯისთვის არ იყო ცუდი როლი, ეს დრაკულას როლი ამ შემთხვევაში ამ რენფილდში. აბსოლუტურად ნიკოლას კეიჯი. ძალიან კარგი როლი იყო ჩემი აზრით და ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა ამ რენფილდში, როცა ბელა ლუგოშის დრაკულას მომენტები აჩვენეს შავ-თეთრად, რომელშიც ნიკოლას კეიჯი იყო, ანუ ბელა ლუგოში, მაგრამ ძალიან გავდა სხვადასხვაის და ძალიან კარგად შეესაბამებოდა და აი ყველაზე მაგარი ამ ფილმში იყო აი ეს ბელა ლუგოშის კლასიკური დრაკულას რაღაცა გათამაშება და შავ-თეთრ იმაზე ეკრანზე, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოდ იყო გადმოცემული. ხო, უილიამ დეფოს დაბრუნდა ფილმში ოღონდ ამჯერად ეს არის ნოსფერატუს ვან ჰელსინგი, მოკლედ რომ ვთქვათ, რომელსაც აქ ქვია პროფესორი ფონ ფრანცი. რაც შესაძლოა ორიგინალურია, იმიტომ რომ ის არ არის, ფონ ფრანცი არ არის არც ორიგინალში 1922 წლის ნოსფერატუსში და არც 1979 წლის ნოსფერატუსში. შესაბამისად ორიგინალია ის ფაქტობრივად ახალი პერსონაჟი არის, რომელშიც შეზავებული არის ის ორიგინალის პროფესორი ბულვერი ვან ჰელსინგთან. იმიტომ რომ ის უფრო მეტად აი
ვან ჰელსინგს წააგავს ცოტა. კი, წააგავს ხოდაშორის მართლა. მე მომწონს ხოდაშორის ენტონი ჰოპკინსის ვან ჰელსინგი. ზოგიერთი ხა ცოტა ისე უყურებ და სკეთო მე ჩემი კარგად შესრულებული ვან ჰელსინგია, თავისებური რაღაცა სახასიათო ის აქვს რა. გაკრავს ამას. ნუ ახლა თქო და ამას არ შევადარებ 2004 წლის ვან ჰელსინგს ფილმს, ხო? რომელშიც ჰიუ ჯეკმანია ის ბლოკბასტერია ფაქტობრივად, ხო, რაღაცა და შესაბამისად ხა იქ სხვანაირი სხვა მიდგომა არის. საინტერესოა რომ ეს ორი მსახიობი ყავთ ფაქტობრივად, ანუ ჰოლტი და დეფო, რომელიც უკვე ვამპირულ ფილმებში უკვე უთამაშიათ და მათგან ერთს შესრულებული აქვს ნოსფერატუს როლი ფაქტობრივად რა, ასე გამოვიდა აქამდე. ახლა ხო, აქამდე ახლა ამის შემდეგ მსახიობებში ერთი კიდე სენდის კავშირით ლილი როუზ დეპს რო დაუბრუნდეთ, როდესაც ხაბადონი დეპი, ასე ვთქვათ, ცდილობდა ელენის როლის შეესრულებინა, იქ ძამბური სცენა როგორც ვთქვით, როდესაც ელენი, ანუ მაგის ნოსფერატუს გავლენა რაღაცა იქ კოლუნჩხვებში აგდებს და რაღაცა საშინელ მომენტებში რაღაც ხილვები აქვს რაღაცა, ხო? როდესაც აი ფიქრობთ აი როგორ შეესრულებინა ეს ეკრანზე, ხო? მაგან ინსპირაცია აიღო საფრთხიდან იზაბელ აჟიანისგან. რომელმაც ითამაშა ელენი 79 წლის ჰერცოგის ვერსიაში. მაგრამ მაგის ელენის შესრულებისგან კი არ აიღო ინსპირაცია, აიღო ეგეთი ფილმი იყო Possession. ანუ Possession რო ვთქვათ ქართულად, Possessed. ხო, ანუ შეპყრობილი. შეპყრობილი, ხო? ანუ ეს 80-იანი წლების ფილმი, რომელიც გადაღებულია ბერლინში და ამ აჟანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია. და რეჟისორი, როგორც მახსოვს, არის საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ანდრეი ჟულავსკი, იმედი სწორედ პოლონური წარმოშობის რეჟისორია, რომელიც მაგის ერთადერთი ეს ფილმი გადაღებული ევროპაში და ეგეც საკონცერტო სურეალისტური იდეა, თუ როგორ ასე ვთქვათ, ეს ქალბატონი ნელ-ნელა რაც შეპყრობილია რაღაც ძალების მიმართ, იმის ფონზე თუ როგორ ისცილდება თავის ქმარს და ერთი ცნობილი სცენა, როგორ აი თვითონ შეპყრობის სცენა, როგორ აი მართლა კონტროლშია ისე რომ მართლა გონია ეს კინო არაა და მართლა შეპყრობილი ხდება მაგ მომენტში და მაგ მომენტიდან ლილი როუზ დეპმა გადაიღო თავისი პერფორმანსი. ხო, საინტერესოდ შეასრულა სხვადასხვა, ასე რომ ამ ხრივ, ნუ ზოგიერთი ეჩვენა რომ აი ზედმეტად თეატრალური ხომ არ იყო მის შესრულებაო, მაგრამ იცი რა არის, თვითონ ეს ფილმი არის გადაღებული მასეთ განწყობაზე, გადაღებული. ექსპრესიონიზმი. ხო, ძალიან ექსპრესიული ფილმია, რადგან ამ შემთხვევაში ორიგინალი არის 1922 წლის ფილმი არის უხმო ფილმი, რომელშიც აქცენტი იყო ზუსტად აი ამაზე, ძალიან გამოხატული თვითონ ყოფილიყო ეს ყველაფერი და შესაბამისად იგივე გააკეთა ამ ხრივ და პატივისცა ორიგინალს ეგერსმა, რომ მსახიობები მის ფილმშიც თამაშობენ ძალიან თეატრალურად, იმ თვალსაზრისით რომ აი გარგნულად გადმოსცენ ის ყველაფერი, რაც ხდება მათში და არა სიტყვიერად ამ შემთხვევაში. შესაბამისად აი ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. საერთოდ რობერტ ეგერსს ძალიან უყვარს ეპოქის ესთეტიკის გადმოცემა. ამაში არის საუკეთესო ჩემი აზრით თანამედროვე რეჟისორებს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებს, რაც ნოსფერატუსშიც კარგად გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ არის ისტორიულ მოვლენებზე. ის ძალიან კარგად გადმოსცემს მე-19 საუკუნის 30-იანი წლების, როგორც აი დასავლეთ ევროპულ გარემოს, საზოგადოებას, აზროვნებას, ესთეტიკას, ცხოვრების წესს, ისე აღმოსავლეთ ევროპის. იმიტომ რომ აი ელენის პრობლემს რაც ხილვებზე, ეგრევე ეს ამ ქალის სტედეკეში გიჟია, შევსვით თქვა ნარკოტიკებზე და დააბიც. ესე თქვა ეგეც ხაზია გასმული ამ ვერსიაში. კი, ისე აღმოსავლეთ ევროპისა, სხვადასხვა კარპატების მთებში, ძალიან ცივილიზაციისგან ჯერაც საკმაოდ მოშორებულ წარსულის ცრურწმენებსა და რელიგიურ რიტუალებში ჩაძირულ ტრანსილვანიას, სადაც ეს ხალხური თქმულებები ვამპირებზე და სხვა დემონურ არსებებზე ჯერაც შემორჩენილი არის, ხო? და ძალიან კარგად არის ნაჩვენები, სხვადასხვა რამდენიმე საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო სცენა ჩემი აზრით იყო ვამპირის საფლავზე მიდგომა ბოშებისა, რომ მოკლან ხო ვამპირი, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად რა არის, მაშინდელი წესჩვეულებების რაღაცნაირად გაცოცხლება არის ამ ფილმში. ამ კონტრასტს სხვადასხვა, აი თუ რა ხდება იქ რუმინეთში, აი ამ კარპატების მთებში და შემდეგ და როგორია გერმანია იგივე პერიოდში, ამ კონტრასტს სხვადასხვა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად მიაქცევს ამას ყურადღებას. აი განმანათლებლობის იდეებით გაჟღენთილია ერთ მხარეს გერმანია, მეცნიერების აღორძინება და კაპიტალისტური საზოგადოებაა ჩამოყალიბებული და ასე შემდეგ და განვითარებული ქალაქია და თავს დაატყდება მას ეს წარსულის ეს რაღაც საშინელება, რომელზეც აქ არაფერი არ სმენიათ მანამდე და რომელთან გამკლავებაც თანამედროვე მეთოდებით არის შეუძლებელი. ანუ ის არის წარსულიდან ევროპელები არიან უგნურები მაგ შემთხვევაში, ხო?
ხო, ამ შემთხვევაში ისინი მიუხედავად იმისა, რომ უფრო განვითარებულები არიან, ის მასთან ბრძოლა საჭირო არის არა ახლანდელი თანამედროვე საშუალებებით, არამედ მას სულ სხვა რამე უნდა დაუპირისპირო, ხო? ის რაც დაკარგული არის ამ საზოგადოებაში, უკვე და ამაზე თვითონ ნოსფერატუ მიუთითებს, ხოთა შორის რა ძალიან საინტერესო არის, რომ ისე როცა ესაუბრება იქ მას, ხო? ტომას ეუბნება, რომ წამიყვანეო, ხო და წამიყვანო მეც იმ შენ განვითარებულ ქალაქშიო, ანუ ახალ ქალაქშიო, სადაც აი ეს სრულწმენები აღარავის ახსოვსო, იმიტომ რომ იქ სადაც ის ცხოვრობს, ფაქტობრივად იმ ხალხმა იციან როგორ მიუდგნენ და როგორ გაუმკლავდნენ ვამპირებს, მოკლედ რომ ვთქვათ რა და შესაბამისად იქ მას აღარ დაედგომება ამ მხრივ, მაგრამ რადგან ის ამ პერიოდში აპირებს გადავიდეს გერმანიაში, იმიტომ რომ ელენის გამოძახილმა გააცოცხლა, იქ იმას მიუთითებს, რომ მას სურვილი აქვს, რომ გადავიდეს კი იქ, სადაც მან იცის, რომ ფაქტობრივად მისი მსხვერპლი გახდება იქაურობა, ხო, მას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ ის რაღაცა სხვა იმაში უნდა მოხდეს გარემოში და თანაც რა გააკეთა ეგერსმა ძალიან მაგარი რაღაცა, რაც მანამდე ძალიან შეერთად მინახავს, ხო, რეჟისორებში. მკვდარი ენა გააცოცხლა ფაქტობრივად. ანუ რეჟისორმა ჯერ ხო ყურადღება მიაქცია ამ რუმინულ ბოშების თქმულებებსა და ტრადიციებს, აღმოსავლეთ ევროპულ წარმართულ თუ ამ ქრისტიანობასთან შერწყმულ სრულწმენებს, ვამპირებზე, მითებსა და მათ ამ განადგურების გზებზე ვამპირებისა. მნიშვნელოვანი დეტალია რუმინული ბოშათა და ძველი დაკიური ენების გამოყენება. ანუ რუმინული გასაგებია კიდე. ბოშათა ენაც კიდე, მაგრამ გამოიყენა ძველი დაკიური, რომელიც არის მკვდარი ენა, მართალ ეხა მისი აღდგენა ზუსტად წარმოუდგენელი არის. მე ეხა ვიცი, იმიტომ რომ ანტიკურობას ვიკვლევ. ხო, ანუ ძალიან ძნელია, რამდენიმე სიტყვა თითქმის შემორჩენილი აქედან, მაგრამ მოხდა, მოკლედ რომ ვთქვათ, აი რაც არის შემორჩენილი იმის საფუძველზე, თალკეული სიტყვებით და შემდეგ შევსება ძველი რუმინული ენისა და გამოვიდა ისე რომ აი რაღაცა ძალიან შორეული, წარსულიდან მოსული ენაზე უნდა საუბრობდეს ნოსფერატუ, იმიტომ რომ ის ხო ფაქტობრივად ცოცხალი მკვდარია, ის არის არსება, რომელიც ათასობით წელი არსებობდა, ხო? შესაბამისად, ის ლაპარაკობს იმ ენაზე, როცა ის შეიქმნა. დოკუმენტს მაგენაზე. კი, სხვათა შორის იმასაც მოაწერინებს ხერს ტომას, ის დოკუმენტი არ არის შედგენილი გერმანულად ან რომელიმე ენაზე, ხო, შედგენილი არის ძველ ენაზე ამ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო არის, რომ დაკიური, ასე რომ აი მისი ხმის ტემბრიც, აი სიტყვები რომელსაც ის იყენებს, შენ ყველასთვის უცნობი, მხოლოდ სუბტიტრებით შეიძლება გაიგო რას ლაპარაკობს ორლოკი, ხო, რაღაც მომენტებში და ეს დამატებით აი მისტიურობას რაღაცას აძლევს გარკვეულწილად მის პერსონაჟს და თან ხაზს უსვამს ვამპირის საუკუნოვან ცხოვრებას, ანუ ვამპირი რო აი უკვდავია, ფაქტობრივად ის არის ცოცხალი მკვდარი, იმიტომ რომ ის გვამია ფაქტობრივად, რომელიც გაცოცხლებული არის აი დემონური იმით. კუბოს გახსნეს, კუბოს რო გახსნის ნაჩვენები რო თქვა ჭიები ამოსდის ამ ცოცხლად ხდება. იხწნება რა ცოცხლად ფაქტობრივად რა. იხდება, ხო? ანუ ის მომენტი თქვა გერი ოლდმანი რომ დაალვის ცოტა სიხს როცა ჩამოვა ევროპაში, ლონდონში, ხო, როცა ჩამოვადოს აი გერი ოლდმანი იქცევა ძალიან რომანტიკული სტიმპანკური გმირია, აქ ეს არაფერი არ ხდება, ის ბოლომდე გვამია და ანუ არანაირ ლამას სახეს არ იღებს გლამურულს. ხო, არა. თან ნახე ძალიან ყველა გაფათისებით ელოდა, რომ აი ფილმის სანამ ტრეილერი დაიდო და ასე შემდეგ, რომ აი ბილ სკარსგარდისეული ნოსფერატუ რანაირი იქნებოდა რა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხო. ხო, აქაც კავშირია და არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით იმასაც. ანუ ლილი როუზდებსაც არანაკლები ინტერესით ელოდებოდნენ, იმიტომ რომ ეს მსახიობი კი რაღაცებში უთამაშია აქამდე, მაგრამ ასეთი როლი ჯერ არ ქონია, ხო, ფაქტობრივად. ამიტომაც მოკლედ არც ის იყო ურიგო 1922 წლის ვერსიაში ელენის როლში არის გრეტა შროდერი, 79 წელს ვიცით რომ ლუსი ჰარკერია მისნაცვლოდ და იზაბელა ჯანი ასრულებს. განსხვავებით დრაკულასგან, რომელშიც ვან ჰელსინგი და ჯონათან ჰარკერი მინასთან ვამპირის კლანჭებიდან გადარჩენას ცდილობენ, ნოსფერატუში სხვანაირად არის, ხო? რომ ის მან შეიძლება თან თვითონ პოვოს აღსასრული ამ ნოსფერატუმ ამ შემთხვევაში ვამპირმა წმინდა გულის მქონე ქალის თავგანწირვით. აი ასე არის შეფასებული ხოლმე. ელენი ირჩევს ასე ვთქვათ თავის ბედს. ხო, რას ამბობდი გააგზელე შენც. კავშირი იქაა რომ ასე ვთქვათ აი ბილ სკარსგარდზე რომ ხო, იმიტომ მაგის ძმამ რომელიც ნორსმენში ითამაშა ეგერსთან, ხო? ალექსანდრ სკარსგარდი მგონი, ხო? მაგას ნათამაშები ახლა ვამპირი რაც სერიალი იყო ზუსტად მგონი True Blood, ხო? ცოტა ესეთი რომანტიკული ვამპირების სერიალი იქა, ნათამაში ძალიან აი 2000-იანების წელს ძალიან ისეთი ლამაზი კაცი ვამპირი, ხო? და ალბათ მოელოდებოდნენ რომ ხა თანამედროვე ფილმ ბილ სკარსგარდის ასე ვთქვათ შესახედაობაც საკმაოდ კარგად გამოიყო, ხო? ეს შვედი კაცია და
ალბათ ეგეც რაც რომანტიული როგორც პატისონს აქვს ხო ედვარდ კალინზნაერის მიმზიდველი ვამპირი იქნება და ლილი როუზ დეპის ხო ახალგაზრდა გოგო რაც რომანტიული ხაზი იქნება ხო ჩემი აზრით როცა ვინც როცა შევინე როცა ნახეს რომ არანაირი რეალური სურვილი არ აქვს ელენს ამ ორლოკის და ისა გვამი რომელიც იხსნება და ეს ულაშები დაყოფი რომ დაინახეს ალბათ საინტერესო სიურპრიზი იყო იმიტომ რომ ასე ვთქვათ ის ბოლო წლების ვამპირების ტრენდების წინააღმდეგ მიდის ვიზუალური რეპრეზენტაცია. ხო, ნამდვილად. თან ნოსფერატუ საერთოდ ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბრემ სტოკერის დრაკულასის პრინციპში, ხო? არის ელენსა და გრაფ ორლოკ შორის არსებული კავშირი. იმიტომ რომ ეს ელენი ხო როგორც შენ აღნიშნე, არის ძალიან მარტოსული, უცნაური გოგონა, თითქოს არ ეკუთვნის იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. და ანუ გძნობს და ხედავს ადამიანური სამყაროს ხო ის გძნობს და ხედავს ადამიანური სამყაროს მიღმას. ოდაშორის აი ეგ რომ ის არის თვარეული ეს ძალიან საინტერესო მომენტია რომ ადრე მიიჩნეოდა რომ თვარეულები სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ მაგ დროს ოდესაც აი თვარეულობდნენ მოკლედ რომ ვთქვათ მედიცინას არ შეუძლიათ ან ამის განკურნება მაშინ ანუ ელენისა ხო ელენის ამ სულიერ წადილს რომელსაც ის ამ სიზმრებში, ამ ძილში, ამ მეორე სამყაროში ყოფნის დროს განიცდის, მოყვება ზუსტად ნოსფერატუს ვამპირის გამოღვიძება, რომელიც გამოეხმაურება ამ ქალის ძახილს და ეძებს მერე მას და მასთან სიახლოვეს, ხო? ამას აკეთებს. ფილმში ხშირადაა წარმოჩენილი სექსუალურ ძალადობაზე ოდნავ არა? კი, და სხვათა შორის ფილმში ძალიან ხშირად არის წარმოჩენილი ელენის ეროტიკული სიზმრები, რომელიც მასთან სიამოვნებას ანიჭებს და თან სძულს, ისევე როგორც საკუთარი თავიც. ამის გამო, ხო, შემდგომში. იმიტომ რომ აი თითქოს აი მე აღნიშნავე რომ ეგერსმა ამით კიდევ მშვენება უნდა რომ ეს ელენი რა საზოგადოებაში ცხოვრობდა, ის საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მზად რომ აი ასეთი ადამიანი გარკვეულწილად მიეღო, ხო? გარიყული არის გარკვეულწილად ამ საზოგადოებიდან და ის ეძებს სხვაგან ამ შვებას რაღაცას. მას იმ პერიოდს ექიმები უბრალოდ გიჟად თვლიან, წამლებით ცდილობენ რომ ის განკურნონ და ფაქტობრივად ის მარტოსული და მიტოვებული არის ამ თვალსაზრისით ვერავინ ვერ უგებს და შესაბამისად მე არის მისი ძახილი, ხო, მისი ძახილი, რომელსაც გამოეხმაურება ის ვამპირი, რომელიც გაიღვიძებს, ხო, შორეულ ქვეყანაში და შემდგომში ეძებს მასთან სიახლოვეს, იმას რომ მოვიდეს მასთან. აქ არის ერთი საკვანძო ფრაზა, რომელიც მაინტერესებს, აი როგორ წარმოიდგენია შენ ამ რას გულისხმობს ეს. ნოსფერატუ ეუბნება ელენს შემდგომში, რომ მე ვარ მადაო, ასე ეუბნება. I am an appetite, ასე ეუბნება, ხო? აი რას ფიქრობ, რას გულისხმობს ამას, რატო აფასებს თავისთავად ასე ნოსფერატუ? რას გულისხმობს ამაში? რა ჩემი აზრით ამით გვიჩვენებენ რომ ის კაცი ვქოთ ორლოკი ან ვლად ცეპეში ოდესღაც კაცი რომ იყო ანუ საუკუნეების განმავლობაში კაცი დაიკარგა ის უკვე აღარ აწარმოებდა ანუ სხვა ადაპტაციებში ხო ნაჩვენებენ რომ არის კაცი კიდე არის რომ ეს გრაფის ადამიანი რომელსაც უყვარდა ოდესღაც ქალი არსებობს და მარტო ანუ მინახარკა შეუულია მაგაცის პოვნა და ხედვა და ჩემი აზრით აი აქ ხაზი ესმება იმას რომ არანაირი კაცი უკვე აღარა ის დალპა ის მოკვდა ეს ამ მუსიარული გვამი ის პიროვნება თუ ოდესმე დიდი არისტოკრატი იყო აღარსობს დარჩა მარტო მადა. ანუ ის არის მუსიარული პარაზიტი, რომელიც მარტო შეება რაღაცა სახე აქვს ძველებური თავადის, მაგრამ ის დარჩა მარტო მადა, რომელიც უბრალოდ ატერორებს და აპარაზიტებს ან ჩრდილ ადამიანებს, რასაც უშვება ელენს, იმიტომ რომ როგორც ის ბავშვობიდანვე, აი როგორც თქვა ნებისმიერ თქვა სექსუალური მუძალადე, მაგას ატერორებს და ცხოვრებას უტეხავს და ალბათ მაგის ნაჩვენები რომ ეს მარტო მადა, რომელიც თან-თხავს ყველაფერს და არანაირად შეიძლება მაგის ინტერპრეტაცია როგორც რეალური სიყვარულის. და იცი რა რას ვფიქრობ, გარდა იმისა რომ ორლოკი თავის თავზე საუბრობს ამით, ჩემი ელენზეც საუბრობს გარკვეულწილად. ანუ ის არის ელენის მადა ამ შემთხვევაში. აი დააკვირდი ლოგიკურად ასე კონტექსტში შეიძლება ჩავსვათ, ხო? იმიტომ რომ ელენი თვითონ არის ფაქტობრივად აი როგორ ვთქვათ, მოთხოვნილება აქვს იმისა, რაც მის თავს ხდება. She's repressed, ასე ვთქვათ. და შესაბამისად მის მადასაც წარმოადგენს ორლოკი და არა მარტო ის რომ თვითონ აქვს, მარტო ეს მიზანი მეტი არანაირი შინაარსი მას არ გააჩნია, ხო, ფაქტობრივად, ამაზეც მიუთითებს და იმაზეც თუ რა უნდა თვითონ ელენს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ელენი ცდილობს რომ შეებრძოლოს ამ თავის მას ხო სურვილებს, ამ თავის რაღაცა ზნეს და ან მთელი ფილმისა ძირითადი დედააზრი არის ის რომ აი ელენის შინაგანი
ბრძოლა დაპირისპირება აი ამ თავის ბნელ მხარესთან გარკვეულწილად და თავის პრობლემასთან, რომელიც განსხეულებული არის ნოსფერატუსში ამ შემთხვევაში, ხო, ვამპირში, რომელიც ამ ქალაქს მთლიანად მოუვლენს უბედურებას დაატეხს თავს. და აქ კიდევ ეს მეორე მომენტი, რომ როდესაც გამოჩნდება ამ ფილმის ვან ჰელსინგი, მოკლედ, ფონ გრაცი, ფონ ფრანცი. იმას რომ დავუბრუნდეთ, ხო, აი მადას და იმას. შეიძლება აჩრდილის იდეა იუნგის, ხო, აი რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავის აჩრდილი და ანუ უბრალოდ ფიზიკურად ჩრდილად გვევლინება, ფიზიკური ჩრდილია, რომელიც ასე ვთქვათ, მოქმედებს ხო სამყაროს და ეგ ანუ ის ბნელი მხარე, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, რომელიც თუ მაგას ასე ვთქვათ, გუნავთ, ძირითადად მე სულად გამოიხატება შემდგომ როდესაც ვიზნებით. ანუ ის უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ბოლომდე არ უნდა მევიღოთ. კი, ნამდვილად, აი ცოტა შორის ეს ფონ ფრანციც, რომელიც ვახსენე, ამ ფილმის ვან ჰელსინგი, ამას მიუთითებს, ანუ ის არის პირველი, ვინც მიხვდება. ძირითადად რა ხდება ამ შემთხვევაში, ის აცნობიერებს ამას, იმიტომ რომ აქვს ამ საამისო ცოდნა, ის ამბობს, რომ თანამედროვე მეთოდები, თანამედროვე მიდგომები უძლური არის იმასთან, რასთანაც ვიწევს ჩვენ დაპირისპირება, ეს არ არის ჩვეულებრივი ჭირი. ცოტა შორის ერთი საინტერესო ახსნა აქვს თვითონ სიტყვა ნოსფერატუს. ნოსფერატუს საერთოდ მიიჩნევა, რომ არის რუმინული სიტყვა და ნიშნავს რაღაცა ცოცხალ მკვდარს და ასე შემდეგ, მაგრამ აქვს ერთი საინტერესო ზუსტად არ არის განმარტებული ცოტა შორის ნოსფერატუ არსად. ამიტომაც არის ვერსიები, საიდან არის წარმოშობილი ეს სიტყვა და უკავშირებენ ხოლმე მას ძველ ბერძნულ სიტყვას ნოსოფოროს, რაც ნიშნავს ავადმყოფობის გადამ ძველ ბერძნულად. და ვინაიდან ნოსფერატუსთან ახლავს შავი ჭირი. მე მგონი საკმაოდ ლოგიკური არის ეს ვერსია, რომ აქედან იყოს წარმომდგარი ამ შემთხვევაში ფუძე ამ სიტყვისა ნოსფერატუსი, ხო, ამ შემთხვევაში, როგორც მას უწოდებენ და ამ ფილმში ამ სიტყვას პირველად გამოიყენებს უბრალოდ ფონ ფრანცი, რომელმაც იცის ეს ამ ფენომენის შესახებ ფაქტობრივად და ისვე დასახავს გეგმას, თუ როგორ უნდა განადგურდეს ნოსფერატუ ამ შემთხვევაში, ხო, ეს არის. მაგრამ აქ კიდევ თვითონ ამ ელენს და ფონ ფრანც და ნოსფერატუს თავი დავანებოთ, არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი, რომელიც არ არის 1979 წლის ვერსიაში. იმიტომ რომ 1979 ვერსიაში ჰერცოგმა ამოაკლო ძალკეული პერსონაჟები, ხო, ამ ფილმიდან, მაგრამ სამაგიეროდ აქ არის. ეს პერსონაჟი არის ჰარდინგი, რომელიც არის მდიდარი ხომალდით ფლობელი, მოკლედ რომ ვთქვათ, და ამ ტომას ჰუტერის მეგობარი და მისი ცოლი. და მისი ცოლიც, ხო, რომელიც ამ ფილმში ეს ჰარდინგი და შტოს მისი ცოლი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პრინციპში, იმიტომ რომ მათ თავს დატეხილი უბედურება, რაც ნოსფერატუ მოუტანს ზოგადად ამ ქალაქს, აი მათზე კარგად აისახება ყველაზე მეტად, ხო, იმიტომ რომ ისინი ნახავენ ყველაზე დიდ საშინელებას, რაც შეიძლება ცხოვრებაში წარმოიდგინოს ოჯახმა, მოკლედ რომ ვთქვათ რა. ნუ აქ არ ვიტყვი ახლა ზუსტად დეტალებს, მაგრამ აი ზუსტად მათ თავს გადახდება ის საშინელება, რაც არის, იმიტომ რომ აქ ანა ჰარდინგი ქვია ამ ქალს, ეს არის იგივე ლუსი, რომელიც ბრემ სტოკერის დრაკულაში არის, ლუსი. ხო, ლუსი ვესტენდრას როლში, მაგრამ ლუსისგან განსხვავებით, ანა და მისი მეუღლეც და ზოგადად იმ ბრემ სტოკერის პერსონაჟებთან განსხვავებით, გაცილებით უფრო რაღაცა პატიოსანი, სათნო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, გაცილებით, ხო? ეს ანაც რელიგიურები, წესერი ხალხი. კი, მეგობარი ძალიან კარგად ცდილობს რომ მოუარონ, მოკლედ რომ ვთქვათ, ელენსაც და დაიტოვონ ის შუალედში სანამ მისი მეუღლე ტომასი არის წასული რუმინეთში და ტრანსილვანიაში იმისთვის რომ გაყიდოს ეს მამული, რომელსაც ყიდულობს ამ შემთხვევაში ორლოკი და აი აქ კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია ფონ ნოკი, ვინც არის იმ კომპანიის ფლობელი, რომლის საშუალებითაც ორლოკი ყიდულობს თავის მამულს რეინფილდი ამ ისტორიის ქალაქში. ხო, ამ ისტორიის რენფილდი და ზუსტად აი ის ორლოკი მახდეს ზეგავლენას მასზე, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, რომ მან გააკეთოს ეს ამ შემთხვევაში, გაყიდოს ეს ქონება და მეორე ორლოკს გადააბაროს და ორლოკისთვის მან ხელი მოაწეროს ამ შემთხვევაში ამ კონტრაქტს, მისთვის გაგზავნიან ზუსტად ტომას ჰოუტერს. იქ და ყველაზე საინტერესო და ყველაზე შემზარავი მომენტი ალბათ ამ ფილმისა, გარკვეულწილად აი გოთური ჰორორის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები და დატვირთული ალბათ არის ზუსტად
ტომასის მოგზაურობა ტრანსილვანიაში და ჩასვლა ხო ორლოკთან, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგრად არის გაცოცხლებული იქ და განსხვავებით შედაშორის ბრემ სტოკერის დრაკულასგან, რომელშიც ასევე საკმაოდ საშიშია ეს ყველაფერი, მაგრამ იმასთან შედარებით რაც ხდება აქ ნოსფერატუში, ეს გაცილებით უფრო მკაცრი საშინელებაა, მოკლედ რომ ვთქვათ რაღაცნაირად ხო და სიზმარს წააგავს, სიზმრული ისაა, სიურეალისტური ისაა. კი, ნამდვილად და ანუ თვითონ ნოსფერატუს გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე დრაკულა. ანუ დრაკულა კი მართალია ყოვლის შემძლე რაღაცა ცოცხალი მკვდარია ძველი იმიდან აღდგარი და შემდეგ, მაგრამ ორლოკი როგორც პერსონაჟი გაცილებით უფრო ცალმხრივი და ყოვლად ბოროტია. ამ შემთხვევაში პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის განსხეულებული ბოროტება დედამიწაზე. და აი კარგად ასახავს უბრალოდ მას და ყოვლად ბოროტი, ყოვლად შეუგნებელი, რომელიც ამ შემთხვევაში არანაირად არ აქცევს ყურადღებას არც ტომასის საუბარს, არც მის გარკვეულწილად ეტიკეტს და შემდეგ იქ დრაკულა დაინტერესდება კიდეც ხო რაღაც დეტალებს ეკითხება ამ შემთხვევაში, იქ რაღაც დაზუსტებას ცდილობს უყვება კიდევაც რაღაც ამბებს, მაგრამ აი განსხვავებით მისგან ორლოკი უფრო ახლოს არის მართლაც რაღაცა ცოცხალ მკვდართან, ნოსფერატუსთან ამ შემთხვევაში და თანაც თუ დავაკვირდებით, აი ძალიან საინტერესოდ არის გაკეთებული ისიც რომ მას უნდა დაიგერს ეჩვენებინა რომ ნოსფერატუ ყოვლად დაცლილი იყო ყველანაირი სიცოცხლის ყველანაირი ნიშნისგან, მათ შორის სისხლის ერთი წვეთიც არ უნდა ქონოდა მას, რის გამოც აი მისი ყოველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა აი ფილმში ძალიან გამოკვეთილად მკვეთრად ისმის, რომ ხო, აი ზუსტად და ჩემი აზრით ესეც გარკვეულ იმას მატებს, თავისებურ სახეს აძლევს ეგერსისეულ ნოსფერატუს, რაც განასხვავებს ჩემი აზრით წინა ვერსიებისაგან მას. ანუ ის უფრო მკვდარია, მოკლედ უფრო ვიდრე 1922 და 79 წლების ნოსფერატუები, უფრო მეტად მკვდარია. ეს ფიზიკურად გულისხმობ, თორე თუ შევადარებთ იმას, რომ რამდენად ძლიერია ის და ამ შემთხვევაში რამდენად უფრო საშიში არის მათზე, მე ვიტყვი, რომ ალბათ ყველაზე უარესი არის ყველა დრაკულასა და ნოსფერატუს შორის ორლოკი, ხო? ძალიან საინტერესო ის მაქვს ნახე პოსტერი ამ ფილმისა გადაკეთებული, რომელიც გარკვეულწილად ზოგიერთ პერსონაჟს, ზოგიერთ მაყურებელს შეიძლება მართლა ასე წარმოიდგინოს ეს ფილმი, როცა ორლოკი ელენს ხდება და ფარდაში ჩანს მისი ანარეკლი ორლოკისა და ელენი უყურებს. მას მის ნაცვლად არის დიდი ფალოსი გაკეთებული რა და იმის ჭრილი ჩანს, რაც გარკვეულწილად ხოდაშორის ამ ფილმის შინაარსის რაღაცა მომენტს ნამდვილად გამოყობს, კი, ქვეტექსტი არის, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფილმისა ესეც. შესაბამისად, ხო, ორლოქსა და ელენ შორის ურთიერთობის რაღაცნაირად მონაკვეთია ესეც. მაგრამ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა არ ვაპირებთ რომ მოყვეთ ფილმის სიუჟეტი და თუ რა მოხდება ბოლოს და როგორ მოხდება. სიუჟეტი ისაც საკმაოდ ცნობილია, ესეც თქვა, რომ დრაკულა პატარა, ანუ რა თქვა, ხო. ხო, ვინმეს თუ აქვს ნანახი. ეს ჩავიჭირია დამატებული. ხო, ვინმეს თუ აქვს ნანახი დრაკულა და ან რომელიმე სხვა ნოსფერატუ, ძირითადი შინაარსი უკვე წარმოდგენილი ექნება, მაგრამ საერთოდ რა არის, იცი, აქ საინტერესო. რეჟისორი ყოველთვის მატებს ხოლმე ამ ფილმებს რაღაც თავისებურ ცვლილებას, რომელიც აძლევს ორიგინალურობას, ხო, გარკვეულწილად ამ თუ იმას, რა ქვია, ნაწარმოებს. აი, შენი აზრით რა იყო ასეთი ამ სიუჟეტში გულისხმობ, რაც მაგალითად წინა ნოსფერატუებში არ გვინახავს? ალბათ ელენის თვალულობა იყო იმდენად ხაზგასმული, აგ რომ ის მართლაც ეკუთვნის სხვა სამყაროს და მაგისაც თქვა, მაგის რაც ძალა გააჩნია მაგით და არა ნაკლი. ეგ იყო ჩემს ახალი, იმიტომ რომ ეგ პატარა მომენტია ეგ და უილიამ დეფო როგორ მიდიან ქუჩაში და ის რომ მეუბნება რომ აი ეს სხვა ეპოქაში თუ დაიბადებოდიოთ, თქვენ რა წარმართული ქურუმის როლს შეასრულებდით ძველ საზოგადოებაშიო და პირიქით ეს თქვენი ან თქვენ თვალულობა პირიქით ეს ნიჭია და არა თქვა სცენი, ხო? აი ესაა დამატებული რომ თქვა ელენის როლი რამდენად არის გამოკვეთილი, რომ ის რაღაც ხრი მართლაც როგორც ეს ქურუმია, რომელიც დაამარცხებს ამ სიბოროტეს რიტუალურად ბოლოში. მიდგომა ზოგადად ეგერსისეული სტილშია გადაღებული თავიდან ბოლომდე და ძალიან ლამაზია, ძალიან გოთურია, რაღაც საშინელების კარგი გადმოცემის უნარი აქვს ეგერს და იმ ატმოსფერო შექმნისა, მაგრამ კარგი, ამას თუ თავი დავანებოთ და იმასაც დადებითი აღვნიშნეთ. აი, რას ფიქრობ, რა არის ამ ფილმის ეგრეთ წოდებულ flow-სასაც უწოდებენ ხოლმე, აი, გარკვეული ჩავარდნა, რაც შეიძლება უფრო უკეთესი ყოფილიყო. აი, მაგათ დავფიქრე, ნაკლი რა შეიძლება იყოს. ნაკლი შეიძლება იყოს ის, შეიძლება ოდნავ
არ ვიცი ვერ დავასახელებ ნახს იმიტომ რომ რა მომენტში რომ ვუყურებდი ერთხელ მაქვს მარტო ნახე რაღაცა იმდან ჩართული ვიყარო შემდგომი რამოდენიმე ნახვის მერე რამე ნაკლი დავინახო იმიტომ რომ ჯერჯერობით ნახს ვერ ვიტყოდი მე მე პირადად ეხლა რას დავამატებდი ამ თვალსაზრისით პირველ რიგში ალბათ იმას რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ავთენტურად გააკეთა ეს ყველაფერი ეგერსმა ერთი ნაკლი არის ის რომ მან ვერ შემოგთავაზა უფრო ორიგინალური ცვლილებები ანუ მე მართალია ველოდი რომ ის ხო, ის კი რიმეიქია, მაგრამ ყველა რიმეიქს აქვს ხოლმე რაღაც თავისებური ცვლილება, რომელიც ძალიან საინტერესოს ხდის. ეგრეთ წოდებულ twist-საც უწოდებენ ხოლმე. ამ ფილმისგან მე ველოდი შოთაშორის იმას, რომ ეგერსი რაღაცა საინტერესო ვერსიაში ფინალი, ხო? კი, აი რაღაცა მსგავს ველოდი შოთაშორის და ძალიან გული დამწყდა შოთაშორის, რომ ეგერსმა ეს არ გააკეთა. კი, გავიგებთ, რომ რიმეიკია, კი, ის ძველი ფილმი გააცოცხლა რაღაც დონეზე, მაგრამ როცა შენ ამხელა იმის რეჟისორი ხარ, რა ქვია, ფილმის იღებ და ანუ გადაწყვეტე და აქამდე მიიყვანეს, აქამდე ეს მსახიობი მეიყვანეს, მაგრამ რაღაცა შენი ორიგინალური ხო შეიძლება ჩადო ისეთი, რითაც აი შენი ნოსფერატუ გახდება და სამახსოვრებელი შემდეგი თაობებისათვის. და მხოლოდ რიმეიკად კი არ დარჩება, არამედ აი შენეული ეგერსისეული რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ვერსია. მაგრამ ჩემი აზრით ეგერსმა უფრო მეტად აქცენტი გააკეთა ავთენტურობის დაცვაზე, აქცენტი გააკეთა ატმოსფეროს და აი რაღაც გოთური გარემოს გადმოცემაზე, იმაზე რომ აი ძველი ფილმი, აი უხმო ფილმი როგორ შეიძლება თანამედროვეობაში გააცოცხლო და გადმოიტანო და ეხლანდელი ტექნიკით გააცოცხლო, აი ამაზე უფრო გააკეთა აქცენტი, ვიდრე აი ამ განსაკუთრებულ რაღაც ორიგინალურ სიუჟეტზე, რომელიც შეიძლებოდა ჩემი აზრით რომ გაეკეთებინათ უფრო უკეთესად, ანუ მას გულისხმობ რომ სენტიმენტალური მიზეზია ჩემი აზრით აქ ჩადებული. ხო, იმიტომ რომ ალბათ ესეც არა, მიზეზი განა არა აქვს ამ ყველაფერს. მე როგორც მაყურებელი ამ შემთხვევაში, მე ჩემი გადმოსახედიდან როგორც ვაფასებ, აი ამას ვამბობ, რომ აი უფრო მეტ ორიგინალურობას ველოდი სიუჟეტის მხრივ. ანუ ეს თუ იქნებოდა, ანუ ძალიან პარალელი შეგვიძლია გავაკეთოთ იდეალური საშინელებათა ფილმი. ხომ და ისო პარალელი შეგვიძლია დავბრუნდეთ პიტერ ჯექსონს და ისო ბეჭდების ძამებას უბრუნდებით, ხო? როდესაც ბეჭდების ძამები გადაიღო კინგ კონგი რო გააკეთა, ხო? ანუ მაგის იმდო ძირითადად იქამდე კინგ კონგს როცა იღებდნენ, ხო? ასევე 70-იან წლების კინგ კონგის არსებობს, ხო? სულ მართლაც რაც ამატებენ, იმიტომ მაგალითად 70-იან წლების კინგ კონგში ენვაირმენტალისტური თემაა შემოსული და რაც, ხო? როდესაც პიტერ ჯექსონმა იყო თავის კინგ კონგის გადაღება, ფილმი 30-იან წლების ფილმი, ხო? ასე ვთქვათ, შავთად, რომელიც ძალიან უყვარდა. არაფერი არ დაამატა, ისევ დააბრუნდა ის იმავე პერიოდში, როდესაც ხდებოდა, ანუ 30-იან წლებში და უბრალოდ ეს სიუჟეტი გაწელა 3 საათზე ძალიან თავისებურად და ალბათ აქაც ეგერს მსგავსი სენტიმენტალური მიზეზები აქვს, როცა ის ვიდეოკასტი აღმოაჩინა, სპექტაკლი დადგა, მაგის რეჟისორული, ასე ვთქვათ, კარიერა დაიწყო. ალბათ მაგიტო გააკეთა უბრალოდ ეგეთი ძალიან სუსტი რეკრეაცია, ამ ასე ვთქვათ, ძველი ფილმის თავიდან შეძინა სიოცხლე ირონიულად. ამ ვამპირზე ფილმს. კი, ნამდვილად, მე შემიძლია თქმა უნდა რომ რეალური მიზეზები მოვისმინო, თუ რატო გააკეთა ზოგიერთი რამ რეჟისორმა, ნუ ამ შემთხვევაში ეგერსმა, ხო, რატო გადაწყვიტა რომ ესე ექნა, ეს ექნა, დარწმუნებული ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეგერს თვითონაც ესმის, რომ ამან ესე გადაიღო ფილმი, ასე გადაწყვიტა რომ გადაეღო. მაგრამ მე უბრალოდ ვამბობ, აი როგორც რიგითი მაყურებლის თვალთახედვით, ალბათ საინტერესო იქნებოდა რაიმე ორიგინალური შეეტანა ესეთი, რაც არ გვინახავს მანამდე არ ყოფილა არც ერთ ესეთი ვამპირულ ფილმში და ამით თავისი სახელი ჩაეწერა უკვე ამ ჟანრში იმით, რომ აი მან რაღაც ახალი შექმნა, ორიგინალური შექმნა, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს შემდგომ სხვა ასეთი ტიპის ფილმებზე, ხო? იმიტომ რომ აი თუნდაც ნოსფერატუ თავის ოზზე თვითონ მურნოს ვერსია იმდენად ორიგინალური იყო, იმდენად მაგარი იყო, ოპერატორული ნამუშევარი, თვითონ ეს სამსახიობო სტატობას ეს ყველაფერი რაც იყო გადმოცემული, რომ შემდგომში ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სხვებზე და სხვებას მიბაძვა დაიწყეს, რომ აი ამ სტილში გაეკეთებინათ, ხო, რაღაცეები და ეჩვენებინათ და აი თუნდაც შე რო თქვი, რომ ის მზის სხივები რო შემოდის და ეს რო კლავს ვამპირს, თუნდაც აი ეს მომენტი, ხო? აი ამ ფილმსაც შეეძლო, ჩემს და ქონდა პოტენციალი, რომ რაღაც ასეთი საინტერესო ცვლილება შემოეთავაზებინა, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ჩააგდო. ამიტომაც მე ამ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობ, თქვენ ადრე. ხო. ადრე ხო ვასე როჩის რიმეიქების ეპოქაში ვარ, სადაც უბრალოდ ძველს ვცემთ პატევს. ალბათ ეგეც მაგის მაჩვენებელია.
ხო, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მე აი 10-დანაც მარტო ამ მიზეზის გამო არ დაუწერდი ამ ფილმს და ჩემი აზრით 10-დან ხო, ანუ 10-დან ჩემთვის სოლიდური 8.5 არის დაახლოებით რა. ანუ ეს ფილმი არის შესანიშნავი თავისი ჟანრისთვის, განსაკუთრებით, ჩემი აზრით საკულტო ფილმი იქნება და რა თქმა უნდა, შეიძლება მე სხვა დროსაც კიდევ ვნახო, რამოდენად არ არის ეს ფილმი, რომ აი ერთხელ რომ ვნახო რა. შეიძლება კიდევ ვნახო, რატომაც არა, ბევრი დეტალია, რომელსაც დააკვირდები. აი ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ თუნდაც ის როგორც ისტორიკოსის თვალთახედვით, თუნდაც იმ პერიოდის გადმოცემის კუთხით, თუნდაც ის ოკულტისტური რიტუალები, თუნდაც აი ეს იმ პერიოდის მედიცინა, იმ პერიოდში არსებული ეს რაღაც ჩაცმულობა, იმ პერიოდის არქიტექტურა, თუნდაც მოგზაურობა სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა მხარეებში, თუნდაც ის რუმინეთის იმ პერიოდში ბოშების წესჩვეულებები და შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. უამრავ დეტალს მივაქცევ ალბათ ყურადღებას კიდევ რომ ვნახავ ამ ფილმს და ამით ეგერს მე ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ ეგერსის ყველა ფილმში აი ეს დეტალები ნამდვილად ჭარბობს ხოლმე. ნებისმიერი რომელიც არ უნდა აიღო მისგან. იგივე ჩემი აზრით ჩრდილოელის ნორსმენი ძალიან დაუფასებელი ფილმი არის. მე პოდკასტში მაქვს მისი განხილვაც გაკეთებული და მე ძალიან მომეწონა პირადად. ბევრი ვიცი რომ აი ბევრმა ძალიან დაბალი შეფასება დაუწერა და თქვა რომ ეს რაღაც ძალიან ბანალური უაზრო ისტორიაა და ძალიან გასვიადებული და სინამდვილეში ხო, სინამდვილეში ამ ფილმში ჩემი აზრით ეგერსის სათქმელი უმეტესობა ვერ გაიგო და აი ამის ბრალი იყო ის რომ ცოტა სხვანაირად შეაფასეს ძალიან პრიმიტიულ რაღაც ამბავთ მიიღეს. სინამდვილეში ეს არის არა ისტორიული ფილმი, არამედ ეს არის სკანდინავიური საგის ვერსია, ეგერსისეული ვერსია, რომელშიც მან ძალიან ბევრი ავთენტური დეტალი შემოიტანა, როგორც სკანდინავიური მითოლოგიიდან, ისე სხვადასხვა არქეოლოგიური ნიმუშებიც კი გააცოცხლა, რომელიც არსებობს სკანდინავიაზე. აი, დაახლოებით იგივე წარმოდგენა მაქვს ამ ფილმზეც. ჩემი აზრით, იმასაც, ნორსმენსაც მე თავისუფლად დაუწერე 10-დან 8, თავისუფლად და იგივეს დაუწერდი ნოსფერატუსაც. აი, არ ვიცი, ეგერსი ალბათ გადაიღებს 10-დან 10-საც, იმიტომ რომ ის ახალგაზრდა რეჟისორია ძალიან. ახალგაზრდა რეჟისორია ძალიან პერსპექტიული და ჩემი აზრით მთელი კარიერა წინა აქვს. შეიძლება დარწმუნებული ძალიან მაგარ ფილმებს გადაიღებს, იმიტომ რომ ვიზუალში, სტილში ხო, უკვე აქვს ხო მთელი რიგი ისინი გეგმები აქვს დალაგებული. მე როგორც მახსოვს ერთ-ერთი ვერსიით ფრანკენშტაინსაც ფიქრობდა რომ გადაიღო, ხო? ხო, დირექტორომ დაასწრო, გილემო დელტორომ მაგაზე. ხო, დირექტორომ დაასწრო, მაგრამ ნუ ეგერს ალბათ თავის ვერსიას მაინც შემოგთავაზებს, ხო? მაგრამ ორი პროექტი აქვს. ხო. რა პროექტი? ერთი რაღაც მაქციაზე კი. და მეორეა ძალიან საინტერესო და ატიპიური ფილმი რომელა 80-იან წლების ბავშვებისთვის ლაბირინთი დევიდ ბოვი რომ მასრულებს გობლინების მეფის მაგის გაგზელება. არ ვიცი რა საპირე დევიდ ბოვი აღარ ყავს და მაგის ანუ საინტერესო და ორიგინალი კი არის ბავშვებისთვის და ფენტეზი, მაგრამ ცოტა ჰორორ მომენტები აქვს. ძალიან ბევრი ახლა ადამიანები და თქვა ჯენიფერ კონნელის პერსონაჟი და დევიდ ბოუის გობლინების მეფე რაღაც მათი ურთიერთობა ამ პატარა გოგოს ეს უფროსი რაღაც ჯადოსნური კაცის მართლაც წააგავს ელენს და ორლოკს რაღაც მომენტებში. ხო, მოკლედ საინტერესო პროექტები გველის სოშოშ მე ვნახე მისი როცა ეგერსმა და ანონს ნუ ეგერსის ჭორები გავრცელდა რომ მაქციაზე იღებსო ფილმსო ხო ვოლფმენ მაქციის ის იყო სურათი იყო ჩასმული და ულვაშები გონდა გაკეთებული რა როგორც ორლოქს შეძინა მან რაღაც ახალი სიცოცხლე იმით რომ ულვაშები დაუმატა და აქცია ტიპიურ მე-16-მე-17 საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპელ ფეოდალად არისტოკრატად, როგორც პოტენციალურად შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ დრაკულაც ასე აღწერილი ბრემ სტოკერთან სხვადასხვა და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ცეპეში ბოლო-ბოლო ხო, ანუ ლაცეპეშსაც დაუკავშირა რაღაცით, მაგრამ ყველაზე მეტად გავს მაინც ეგრეთ წოდებული აი მე-16-მე-17 საუკუნეებში გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპაში ეგრეთ წოდებული სარმატული მოდა ერქვა ამას, რომელსაც პოლონელები, აი პოლონეთ ლიტვის უნია რომ იყო დიდი სახელმწიფო უკრაინაში. ხო, აი ზუსტად რეჩპოსპოლიტა რომ იყო და კაზაკების ისა ზაპოროჟიეს სეჩი, აი მან იყო გავრცელებული ეს სარმატული მოდა ეგრეთ წოდებული, რომელშიც იყო თმას იპარსავდნენ და ვიტოვებდნენ ხოლმე მარტო ერთ ნაცნავს და ულვაშები, გზელი ულვაშები ამასთან ერთად და ის ჩაცმულობაც რაცაცვია არის ოსმალური გავლენით შემოსული აღმოსავლეთ ევროპაში. რაც აი იმ პერიოდის ფეოდალურ იმაზე მეტყველებს. კი, ნუ ჯერ ცეპეში და ნუ შემდგომ პერიოდში ცეპეში უფრო გვიანდელია პრინციპში ეს კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ეს ვარცხნილობა მისი ულვაშები და უფრო მე-17 საუკუნის სიახლოვეს არის სადღაც და ნუ კაზაკებსაც მოგვაგონებს. სხვადასხვა ეპოქების როგორც თვითონ ორლოკი. კი.
კი, მე სხვადასხვა მომაგონა ამ მისმა გარეგნობამ, ასევე ცნობილი კომპიუტერული თამაშის Witcher-ის, ანუ ეგ ეწოდებული მხედვარის ვეძმის ოლგერდი? ერთ-ერთი პერსონაჟი ოლგერტ ფონ ევერეკი, რომელიც ასევე ოკულტიზმით არის გატაცებული, უკვდავი არის ასევე, მასაც იგივე ვარცხნილობა აქვს, იგივე ტანსაცმელი, ასე რომ არის გარკვეული მსგავსებები ასევე მათ შორის და სხვადასხვა ასევე შემა მეგობრებს იგივე პარალელი გავლის რომ უყურებდეთ. ბევრს მოაგონა თანამედროვე უკრაინელი მოკრივე, ასევე ალექსანდრე უსიკი, რომელიც ხშირად არის ხოლმე აი ამ ფორმით წარმოდგენილი, კაზაკის უნიფორმით, ულვაშებით, თავზე კიკინით, მელოთ თავზე და აი რაღაცით ისიც მომაგონებდა გარკვეულწილად ორლოგს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ხასიათში იჯდა ეს პერსონაჟი და ასევე კიდევ ერთი ორიგინალური რამ, რაც შეცვალა სოდაშორის ეგერსმა, ვამპირი არა კისერში კი აღარ იკბინება, როგორც ძველ ფილმებში ყოველთვის ხოლმე მე კისერზე ორი წერტილს რო პოულობდნენ ხოლმე, ხო? არამედ იკბინება იქ, სადაც ყველაზე მეტად არის სისხლი, კერჩი, ხო? ანუ გულის გულთან იკბინება და ანუ იქიდან წოლს ადამიანის სისხლს. კი, ნამდვილად, ასე რომ აი ეს მომენტიც საინტერესოდ შემოიტანა ეგერსმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფილმი შედგა საკმაოდ მაღალი ისე თქვა რომ აი ხა ფაქტობრივად ამ დისკუსიაში რა გამოვლინდა, ხო? რაღაც რო აი რომ თქვი რა შემოიტანა ორიგინალური. აი ორლოკის სახე ალბათ ორიგინალური, აი ხა მივხვდი. კი. ეს ამას ორიგინალო. ყველა სხვა ორლოკს, ყველა სხვა დრაკულს რომ შევადოთ, ეგეთი ულვაშიანი მართლაც აი ეს რეჯ პოსტპოლიტას ვიდის ორლოკი, აი ორლოკია შემეერთეთ ყველაზე კრეატიული და ახალი რაც ეგერსმა შემოიტანა. და ასევე ის, ხო, დაკიურ ენაზე მოსაუბრე თანაც. ხო, აი აღმოაჩინეთ ახალი რაღაც, რომ ეს არის. თავი ანუ ახალი წვლილი. კი ბატონო, მოდი ეს მივამატოთ მაშინ ნოსფერატუს და ცოტა წავუმატოთ კიდევ ქულები, ასე რომ მოკლედ კარგი ფილმია, ყველას გირჩევთ ნახოთ. ყველას გირჩევთ რომ ნახოთ ულვაშიანი დრაკულა, ულვაშიანი ნოსფერატუ, რომელიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე ზეგავლენას და რა თქმა უნდა ასევე ისიამოვნოთ იმ ესთეტიკით, რომელიც აი ამ ფილმს აქვს ატმოსფეროთი და ესთეტიკით, უბრალოდ გამოგზაურებთ ის იმ ეპოქაში, თანაც გამოგზაურებთ არა მარტო რეალურ, არამედ აი იმ არსებულ მითოსში, რომელიც იმ პერიოდშიც იყო გავრცელებული და შემდგომში ვამპირულმა მითოლოგიამ მთლიანობაში შემოიტანა კინემატოგრაფიაში. ასე რომ შეგვიძლია საუკეთესო ესთეტიკით დავამატოთ ნომინაციები. კი ბატონო, შეგვიძლია კინემატოგრაფია, დიზაინი, კოსტიუმები. ნამდვილად, შევაჯამოთ ეს თემა. ვიტყვი იმასაც დასასრულისთვის, რომ ოსკარებზეც არის წარდგენილი 4 ნომინაციაზე ეს ფილმი და იმედი მაქვს, რომ რომელიმეს მიიღებს კიდეც. წარმატებებს უსურვებ ეგერს, თავის ნოსფერატუთი. მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოიწონოს, გამოიწეროს ჩვენი არხი, YouTube გვერდი და ასევე ჩვენ გვაქვს Spotify-ზე, რა თქმა უნდა და იქაც შეგიძლიათ მოусმინოთ, ვისაც აუდიო ვერსიას უსმენთ ხოლმე ჩვეულებრივ. მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის. სმენარს კი დავამშვიდობები, იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით ახალი საინტერესო ეპიზოდით. აბა კარგად. მადლობა და გემშვიდობებით.